15 წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვალ თბილისის მერი გიგი უგულავა პირველ საათზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. უწყისი უგულავამ პროკურატურიდან უკვე მიიღო ქვეყნის მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზეა დაბარებული. დაიწყო თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერების ახალი სერია საღამო მშვიდობის. თქვენ უყურებთ TV3-ს, ეს არის ток-შოუ დიდი პოლიტიკა. მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ვანო მერაბიშვილის სკანდალურმა განცხადებამ დღეს ყველა მთავარი პოლიტიკური თემა გადაფარა. ექს-პრემიერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის პარასკევს ღამის 2-ის ნახევარზე საკუთარი საქმიდან გაიტაცეს, თავზე მოსაცმელი გადააფარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. შენობაში შესულ მერაბიშვილს კი ოთახში მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დახვდა, რომელმაც გარიგება შესთავაზა და სასურველი ჩვენებების მიცემის სანაცვლოდ ქვეყნიდან გაშვების პირობაც მისცა. მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ იყო მუხარაც და თუ ის პროკურორებს მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიდა და არ დაეხმარებოდა ჟვანიას საქმის გახსნაში, მაშინ ხანგრძლივი პატიმრობა და უმძიმესი პირობები ელოდა. მერაბიშვილის ამ სკანდალური განცხადების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მატროსოვის ციხეში დამონტაჟებული ვიდეო მასალის განსაჯაროება და ფაქტის გამოძიება მოითხოვა, რომლითაც დადგინდება, მოხდა თუ არა ნამდვილად 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საქმიდან გაყვანა. სასჯელ აღსრულების სამინისტროს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ჟვანიას საქმეზე. სასჯელ აღსრულების სამინისტროში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ჟვანიას საქმეზე. მერაბიშვილის განცხადება საეჭვოდ დაემთხვა გუშინ სწორედ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის დაკავება. როგორც ჩანს, გავრცელებული ინფორმაცია ჟვანიას გარდაცვალების საქმის ახალი გამოძიების შესახებ სერიოზულ ფაზაში შევიდა. მერაბიშვილის სკანდალურ ბრალდებას მალევე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანს მერაბიშვილის დაჯერება უჭირს, თუმცა ფიქრობს, რომ საქმის გამოძიება აუცილებელია. ყოფილი პრემიერის სკანდალური განცხადების მოტივებზე ბაქოში კომენტარი გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმა. ის ფიქრობს, რომ მერაბიშვილის განცხადებები ფსიქოანალიტიკოსებმა უნდა გაანალიზონ და რეალურად მერაბიშვილმა სასამართლო დარბაზიდან მესიჯი მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა. შესთავაზა თუ არა ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილის გარიგება. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ის ღამის 2 საათზე საკუთარი საქმიდან გაიტაცეს და მთავარი პროკურორი მის დაშანტაჟებას ცდილობდა. ახალი სკანდალი, რომლის გამოც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კულმინაციას მიაღწია, რა შესთავაზა ჟვანიას საქმესა და მიხეილ სააკაშვილზე ჩვენებების სანაცვლოდ პროკურორმა ფარცხალაძემ ექს-პრემიერ მერაბიშვილს. მერაბიშვილი ამბობს, რომ ჟვანიას საქმესა და სააკაშვილის ანგარიშებზე ჩვენებების სანაცვლოდ მას ქვეყნის დატოვების გარანტიას აძლევდნენ. გათამაშდება თუ არა იგივე სცენარი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში, რაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ირაკლი ოქროაშვილის მიმართ გამოიყენა. ოპოზიცია პოლიტიკური დევნის ახალ ტალღაზე ალაპარაკდა და ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი ოპონენტების საბოლოო განადგურება. მთავარმა პროკურორმა უკაცრავად ამ ჟარგონისთვის და თვითონ აკაჭაოს ის რომ მიიღოს სასურველი ჩვენება სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე. ეს თუ დაუშვით, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში არ აქვს სასამართლო და კანონის უზენაესობა. რანაირი ნდობა ამ პირისა, რომელიც ესეთ მაფიოზურ გარჩევებში მონაწილეობდა, ოპოზიციის ლიდერს, რომელიც ციხეში ზის, მძევლად აქცევს და თავის საქმიდან მიყავს კაბინეტში და იქ აშინებს და ჭალებში აკაჩავებს, ცდილობს და აკაჩავოს, აქ საქმე არ უნდა გამოიძიოს არ მესმის. გაიტაცეს თუ არა მერაბიშვილი და ახდენდა თუ არა მასზე ზეწოლას პირადად მთავარი პროკურორი. უმცირესობა ამ საქმის გამოძიებას და ძიების დასრულებამდე ოთარ ფარცხალაძისა და სოზარ სუბარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ ფაქტები დაუჯერებელია, თუმცა გამოძიების დაწყებას მაინც საჭიროდ მიიჩნევს. ვის დაევალება ფაქტების გადამოწმება? გამოძიებს ის, ვინც ჩაითვლება, რომ არის ყველაზე მიუკერწვებელი, თუ კი დადგა გამოძიების თემა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განცხადება არის წარმოუდგენელი რამ.
ამიტომ უნდა შემოწმდეს და გაეცეს პასუხი სერიოზულად. ყოფილი პრემიერის სკანდალურ განცხადებას მაქოდან უპასუხა მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ხმაურიანი განცხადებებით მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟებასა და მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციასთან გვაქვს ადგილი. ღარიბაშვილის საქმეში ფსიქოლოგების ჩარევას არ გამორიცხავს. მიზანმიმართული იყო ერთი ის რომ მოხდეს პროვოკაცია, მოხდეს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი ხელისუფლების და მეორე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟება ვანო მერაბიშვილის მხრიდან. გაასაჯაროებს თუ არა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი მერაბიშვილის საკანთან და ციხის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს. მოთხოვნა სუგარის უწყებაში უკვე შევიდა. რეალურია თუ არა სკანდალური ფაქტები, რომელიც ვანო მერაბიშვილმა დღეს გაასაჯაროვა. არის თუ არა რაიმე კავშირი გუშინ დაკავებულ ზურაბ ჟვანიას დაცვასთან. მთავარი თემა მთავარ თოქ-შოუს ეთერში დღეს დიდი პოლიტიკის სტუდიაში უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები დებატებით ერთმანეთის პირისპირ. მაშასე დავიწყოთ ოპოზიციამ მთავარ პროკურორს მაფიოზურ გარჩევებში ადანაშაულებს. ვანო მერაბიშვილს კი ციხიდან სოლიდარობა ბაჩუახლაემ გამოუცხადა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეზობელ საკანში იხდის სასჯელს, ფიქრობს, რომ პროკურატურა 37-იანი წლების მეთოდების გამოყენებით უსწორდება ოპოზიციას. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ პატიმარს მით უმეტეს პოლიტიკურად ასეთ მგრძნობიარე თემაზე დაკავებულს თავზე გადააფარონ, ატარონ თბილისის ქუჩებში, მიიყვანონ და შემდეგ მთავარმა პროკურორმა თავად აკაჩაოს აბსურდულ ბრალდებებზე სასურველი ჩვენების მისაღებად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო და კანონის უზენაესობა არ არსებობს. ეს განცხადება კი სასამართლოს ხტომის დასრულების შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. ის დღეს დიდი პოლიტიკის პირველი სტუმარია. ის თავადაც ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი პროკურატურის მიერ ნაკაჩავები ერთადერთი ნაციონალი არ ყოფილა. ჭიაბერაშვილი ხელს დაახლოებით იგივე ბრალდებით ადებს ლაშა ნაცვლიშვილს საღამო მშვიდობის ბატონზურა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველი რაც მინდა ასევე დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო მაყურებელს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოითხოვა მერაბიშვილის განცხადებების საფუძველზე დაიწყოს სასწრაფო გამოძიება და ყველაზე საინტერესო დეტალი უკვე ამ საღამოსთვის დღეს ძალიან სწრაფად იცვლებოდა მოვლენები დაჭერებთან და გამოძიებასთან დაკავშირებით. დღეს საღამოს სწორედ იმ დღეს, როდესაც ვანო მერაბიშვილმა ეს სკანდალური განცხადება გააკეთა სასამართლო პროცესზე, დაკითხვაზე დაიბარეს უკვე ხვალისთვის დედაქალაქის მერი გიგი უგულავა. გისმენთ თქვენი პირველი შეფასებები. მინდა გითხრათ, რომ რეპრესიების ეს ტალღა, რომელიც პრაქტიკულად თავის გადამწყვეტ ფაზაში სწორედ დღეს შევიდა, ამ დღეებში შევიდა, მოულოდნელი არ ყოფილა. საზოგადოებაში არსებობდა აზრი, რომ ვილნიუსის სამიძე მოხდებოდა ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება, აქამდე მოიცდიდა მთავრობა და მერე უკვე დაიწყებდა ნაციონალურ მოძრაობაზე კიდევ ახალ შეტევას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ განვლი ერთი წელიწადი პრაქტიკულად ვიცხოვრეთ ისე, როდესაც მთავრობის მთელი ყურადღება გადატანილი იყო მისი მთავარი ოპონენტის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გასანადგურებლად. ვიდრე ვანო მერაბიშვილის თავს გადამყარ ამ ფაქტზე ვისაუბრებდეთ და იმაზე, რომ გიგი უგულავა დაიბარეს ხვალ პროკურატურაში, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რითაც დაიწყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც ის მოხდა ის, რაც მოხდა პარლამენტში, ასევე გულისხმობთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ჯაჭვლიანის განცხადება. ეს თუ უკვე დღეს მომხდარ ფაქტების კონტექსტში ჩავსვათ, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კვლავ ხდება ნაციონალური მოძრაობის დემონიზაცია. აბსოლუტურად სოსო ჯაჭვლიანის მიერ ეს იყო პროვოკაცია სწორედ იმისათვის, რომ კიდევ ერთი ტალღა აგორდეს, შეიქმნას უარყოფითი აზრი, მათ შორის პირადად გია ბარამიძესთან დაკავშირებით, რომელიც იგივე ზურაბ ჟვანიასთან ახლო მეგობარი იყო და ამას შედეგად მოყვა ის, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ განხორციელდა ენით გაუგონარი რამ. ადამიანი გამოიყვანეს საკნიდან, გადააცვეს თავზე საკუთარივე ჩასაცმელი, ღამე ატარეს, ღამის 2-ის ნახევარზე. დღეს ვანო მერაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა, რომ ზუსტად შეუძლია აღიდგინოს დრო, იმიტომ რომ უყურებდა ტელევიზორს და იმ კადრების მიხედვით, როდის გადიოდა, ზუსტად შეუძლია აღიდგინოს დრო და პრაქტიკულად დღეს დავდექით ძალიან სერიოზული, როგორც საზოგადოება, სერიოზული ტესტის წინაშე. პირველი განცხადებები, რაც გაკეთდა როგორც მთავრობის მხრიდან, ისე უშუალოდ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის მხრიდან და ისე პროკურატურის მხრიდან, არავინ არ უარყოფს მომხდარ ფაქტს.
კატეგორიულად ეს არავის არ უარყვია, პირიქით განცხადებებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ საჭიროა ისინი კადრებს გაასაჯეროებენ და ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი მოთხოვნა დღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უარყოფენ ბატონო ზურაბ. არა, ისინი არ ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი არ იყო, ისინი ამბობენ, რომ აი ჩვენ კადრებს გავასაჯეროებთ. დიახ, ჩვენ მოვითხოვთ კადრების გასაჯეროებას. მეორე კანონმდებლობა მკაფიოდ ითხოვს, რომ აუცილებელია ამ დროს გამოძიების დაწყება და ახალგაზრდა იურისტების მიერ სულ 1 საათის წინ გაკეთებულ განცხადებაში ეს მკაფიოდ არის მითითებული, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა იმავე განცხადებაში არის ის, რასაც ასევე ჩვენ დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა წევრი და ლიდერი აცხადებდა, რომ შეუძლებელია მთავარმა პროკურორმა ჩაიდინოს ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველი და მანვე და მისმა უწყებამ გამოიძიოს ეს. ამიტომ ჩვენ ასევე გავაჟღერეთ ის, რომ ჯერ ეგერთი ეს ადამიანი ჩამოცილებული უნდა იქნას საქმეს და მეორე ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა ის ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობდეს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ არ შეიქმნება, რადგან დღეს თინა ხიდაშვილმა განაცხადა, რატომ უნდა შექმნათ საპარლამენტო კომისია, ეს ხდება მაშინ ხოლმე, როცა რაიმე ისეთი ხდება, რაზეც გამოძიება ვერ გასცემს პასუხს. ეს არის 17 წუთიანი გამოძიების თემა, რად უნდა ამას კომისია დააჯეროს. გასაგებია, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და ამ დებატებში ჩვენ ნამდვილად არ შევდივართ. ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია შექმნის თუ არა კომისიას, თუ არ შექმნის, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდება რეალურად როგორი არის მათი მიზნები და მათი მიზანი არის ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური ოპონენტის განადგურება. აქ უკვე თუ კი დღემდე ისმოდა როგორც ქვეყნის შეგნით, ისე ქვეყნის გარდა, რომ არ უნდა იყოს შერჩევითი სამართლის აღქმაც კი და არ უნდა იყოს პოლიტიკური დევნების აღქმაც კი, ის რაც მოხდა ვანო მერაბიშვილის თავს და როდესაც დღეს აი ამ ფონზე კიდე ვიბარებენ გიგი უგულავას, აქ აღქმაზე ყველანაირი კითხვები იხსნება. მე მუდმივად ვამბობდი და ამას ჩემი თვალით უყურებ ჩემსავე სასამართლო პროცესზე, ეს არის წმინდად პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი. რა თქმა უნდა, ოპონენტები ამას ჩათვლიან სხვაგვარად, მე მაგრამ ხმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს და შეიძლება ვინმეს გონია, რომ დღეს არ იქნება ამაზე რაიმე სერიოზული რეაქცია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ამგვარი უკანონობა, ამგვარი ძალადობა და ამგვარი აღვირახსნილობა, რაც დღეს ხდება და პატიმარ ადამიანს, როგორც ტერორისტებს მძევალი აყავთ, ისე ჩამოაცმევენ თავზე რაღაცას და დაატარებენ აქეთ-იქით, მსგავსი რამე შეუძლებელია, რომ მოდით მე ვანო მერაბიშვილის თემაზე დაგისვათ 2 წუთში შეკითხვას და ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე რეპლიკის სახით ეხლა თქვენს წინ რომ მიჯდეს ნებისმიერი ოპონენტი, ეს ფაქტი რომც იყოს მართალი, ანუ ეს ჯერ დასადასტურებელია და შესაბამისად ჩვენ ვაძლევთ თავისუფლებას, რომ ვთქვათ, რომ ეს რომც იყოს მართალი, არ უნდა გაუკვირდეს ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ახსენეთ, რომ პატიმარი, რომელსაც შეიძლება თავზე გადააფარონ და ესე წაიყვანონ, გადაადგილონ, მერე რა რომ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე რა რომ ის იყო პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ასეთი რამ ბევრი გაგვიგეა ციხეებში რიგითი პატიმრების და არა რიგითი პატიმრების მიმართ ჩადენილი, უფრო მეტიც დუბინკებიდან დაწყებული სასიკვდილო ცემამდე და მორგებში პატიმრების დამწყვლები დამთავრებულიო. თქვენ თუ დააკვირდებოდით, მე არ მიხმარია სიტყვა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ან ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. მე ვთქვი პატიმარი და ეს მაღალი თანამდებობის პირი იყო თუ არ იყო, ეს თანაბრად ეხება ამგვარი მოპყრობა დაუშვებელია ნებისმიერი პიროვნებასთან მიმართებაში და მათ შორის დღესაც გავიმეორებ თქვენს ეთერში, რომ თუ კი მსგავსი რამ ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების დროს, ეს არანაირად პირველი არ ამართლებს დღეს ჩადენილ უკანონობას, მით უმეტეს იმ მთავრობისას, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოვიდა და მეორე, რომ დღევანდელი მთავრობის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ისინი ლაპარაკობდნენ დანაშაულებებზე და მათ პირველი ვერ დადეს ვერცერთი კორუფციული ფაქტი ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ, ისინი სწორედ იმეთო ღელავენ მიხეილ სააკაშვილის ვითომ და ანგარიშებზე, რომ პრაქტიკულად გავიდა წელიწადნახევარი და მათ ვერანაირი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით ვერ დადეს და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვაშლისთლაზე ასამართლებდნენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასამართლებენ დასაქმების საქმეზე. მე მინდა უბრალოდ კარგად წარმოიდგინოს საზოგადოებამ. ეს მთავრობა ამბობდა, რომ ბენზინი ლარი და 30 გახდებოდა და ეს აღმოჩნდა შეუძლებელი. ამ მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ფასი 5 თეთრი იქნებოდა და ეს აღმოჩნდა შეუძლებელი. ამ მთავრობამ განაცხადა, რომ გაზის ფასი 25-ზე დავიდოდა და ეს აღმოჩნდა შეუძლებელი. მან განაცხადა, რომ 100 ქარხანას ააშენებდა და ველოდებით წლის ბოლოა უკვე და აღმოჩნდა შეუძლებელი. კიდევ ერთხელ, აი როგორც ეს ყველაფერი აღმოჩნდა შეუძლებელი, ისეთივე ბლეფი
იყო ქართული ოცნების საუბარი იმაზე, რომ ზურაბჟვანია ვიღაცა მოკლა, ისეთივე ბლეფი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენ ორგანოებით ვაჭრობდით, როგორც ამას ასავალ-დასავალი წერდა და მე ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იმეორებდა, ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა პენსიის ზრდა, იმიტომ რომ ჩვენი დატოვებული ბიუჯეტით 150 ლარამდე პენსია გაზარდეს, მაგრამ გაიცათ საერთოდ აზრდიან პენსიას, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი ის, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო ტყუილი. კი ბატონო, თუმცა და კიდე სწორედ აქედან გამომდინარე შეუძლებელია მათ რაიმე ახალი დადონ იგივე ზურაბჟვანიას გარდაცვალების ზურაბჟვანიას თემა ძალიან უცნაურად ვითარდება, როგორც ჩანს. ჩვენ ქონდა 2 თვის წინ გადაცემა ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ პროკურატურაში, თუმცა მაშინ ეს თემა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არ განავრცო, მაგრამ გუშინ დააკავეს ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე. დღეს ვანო მერაბიშვილი აკეთებს სკანდალურ განცხადებას, რომ თურმე ჟვანიას საქმეზე ეუბნებია, რომ უწევნება. ესე იგი თქვენ როგორ გონიათ ფარცხალაძე, რომელმაც საზოგადოებას ერთხელ უკვე დაამახსოვრა თავი იმით, რომ თბილისში 20 ადამიანი სრულიად უკანონოდ დააკავა და მანქანით აქეთ-იქით ატარა სწორედ იმ დღეს, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი იმყოფებოდა თბილისში და 1000 ჯერ მოუწია ამ მთავრობას ბოდიშის მოხდა. ფარცხალაძე იმ ნაბიჯზე, რომ ვანო მერაბიშვილისთვის, რომელსაც გამადიდებელი შუშით უყურებს მთელი მსოფლიო, რატო წავიდოდა ამ ნაბიჯზე? ეს არის სწორედ იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ჩიხში არიან. მე ჩამოთვალე უამრავი რამ, რასაც ისინი ვერ ასრულებენ და ესეთი არის ჩვენ ერთი წელია გვესმის, რომ აი ამ თვეში არა და მომავალ თვეში ზურაბჟვანიას საქმეზე რამეს ვიტყვით. ამ თვეში არა და მომავალ თვეში ამ დაკავებების მიხედვით გუშინ კობა ხარშილაძე ისინი დღევანდელი მთავრობა არის უიმედო მდგომარეობაში და ისინი მიდიან ნაბიჯებზე, რითაც პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ისინი პრაქტიკულად გადადიან ზღვარს, რომელიც ძალიან ძიმედ გადასატანი იქნება ამ ქვეყნისთვის და გეტყვით რატომ. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოში გაძლიერდება ევროპის აღქმა, აქ ლაპარაკი არ არის, შეიძლება ვიღაცას ახლა ვინც მე მისმენს, არ ეცოდება ვანო მერაბიშვილი, არ ეცოდება ბაჩო ახლაია, არ ეცოდები მე და არ ეცოდება ნაციონალ-მოძრაობა. მაგრამ ყველა ადამიანმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ერთი რამ. ამის ფასს გადავიხდით ყველა. შეიძლება დღეს ვიღაცას უნდა რომ ვანო მერაბიშვილს ჩამოაცვან არა ტომარა, არამედ ყულფი ჩამოაცვან საერთოდ. მაგრამ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ერთი რამე. თუ ევროპა დაინახავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს ეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს, ამ ქვეყანას ევროპელი მომავალი არ აქვს. რატომ უნდა დავუჯეროთ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ამბობს, რომ ფარცხალაძემ გააკეთა? თუ ვინმეს არ უნდა რომ დაუჯეროს, ამიტომ ამბობთ. დადონ ფირები, ამიტომ ამბობ, რომ დაიწყონ გამოძიება. კი ბატონო, თუ ქალბატონი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ამ პროკურატურას, რომელმაც ვაშლის თლაზე სცადა ყოფილი თავდაცვის მინისტრის გასამართლება და მე მასამართლებს, ვითომ და დასაქმების საქმეზე, თუ ამ პროკურატურას შეუძლია რამის გაკეთება, კი ბატონო გამოიძიოს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივალთ საგამოძიებო კომისიამდე. ეს გარდაუვალია და კიდევ ერთხელ გეუბნებით. ჩვენ აქამდე უყურებდით, მე ხლა სწორად მინდა გამიგონ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მე თვითონ მოვდივარ სამოქალაქო სექტორიდან და დღესაც პარტიაში, თქვა სამოქალაქო ურთიერთობის მდივანი ვარ, ხო? არ მინდა სწორად გამიგონ. ყველა მთავრობას აქვს რაღაცა პერიოდი, როდესაც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაც არ მოსწონდეთ, მაგრამ მთავრობას ყოველთვის აძლევენ შანსს. ამას მე კრიტიკის სახით არ ვამბობ. ამას არ ვამბობ, რომ ვიღაცას საყიდურებდე. მაგრამ მე ამ ეთერში მოსვლამდე ვკითხულობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას და ეს განცხადება მკაფიოდ მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ მივადექით მიჯნას, რომლის იქით ან თავდება საქართველოში კანონის უზენაესობა საერთოდ, ან თავდება სასამართლო საერთოდ და იწყება საერთოდ გაუგებარი მოვლენები. ან ეხლა ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ეს ამ საქმეს მივცეთ საზოგადოებამ ისეთი რეაქცია, რომლის მერეც და რეაქცია სხვათა შორის მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ მე სანამ მოდიოდი Facebook-ში ასევე გაჩნდა მოწოდებები, რომ ხვალ მოხდეს შეკრება მთავარ პროკურატურასთან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხვალ პირველის ნახევარზე მთავარ პროკურატურასთან კეთდება შეკრება იმისათვის, რომ საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტოს ის, რაც ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე თვითონ პირდაპირ დღეს გეუბნებით, რაც უთხარი მოსამართლეს, რომელმაც მკითხა, მე თუ დავრჩებოდი სასამართლო პროცესზე. მე უთხარი, ასეთ სასამართლო პროცესზე მე ვალდებული ვარ, მონაწილეობა მიიღო, უბრალოდ დიდი სურვილი არ მაქვს მეთქი. პირდაპირ გეუბნებით. ციხეში ჩასნით ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. მე 2 ღამე გავატარე და
არ მეშინია თუნდაც რა მუხლებიც მაქვს შეფარდებული იმით ჩამსვან. თუ ვინმეს გონია, რომ ჩვენი ციხეში ჩასმით, ჩვენ ხელს ავიღებთ იმ ბრძოლაზე, რაც დავიწყეთ, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს საბჭოთა კავშირიდან და იყოს ევროპაში და იყოს დასავლეთში. ამ ბრძოლას შეიძლება მოგვიგონ კონკრეტულად ჩვენ, ვანო მერაბიშვილს და ნებისმიერ ჩვენთაგანს, მაგრამ ისინი ქართულ ხალხს ამ ბრძოლას ვერ მოუგებენ. კარგით, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, ბატონო ზურაბ, მე ასევე გიგი უგულავას თემაზეც უნდა დაგისვათ, ოდნავ მოგვიანებით კითხვა, მაგრამ ვანო მერაბიშვილის საკანი იმყოფება განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ. მე თვითონ მაქვს ნანახი მატროსოვის ციხე გადაღებული მაქვს და მათი საკნები, სადაც ახლა ბატონო? შეგინდა ნანახი გა? დაახლოებით ისეთი საკანი, როგორში ზის ვანო მერაბიშვილი გადაღებულიც მაქვს. ანუ რისი თქმა მინდა, ეს არის განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ. როგორ ფიქრობთ, რატომ გარისკავდა ესე ახალი მთავარი პროკურორი, რომ თავზე გადაფარებული ვანო მერაბიშვილი გაეყვანა საკნიდან, შემდეგ იქ როგორც თქვენ ამბობთ, როგორ ბრძანე დაკაჩავება მოეწყო მისი და ასეთი ტიპის გარიგება, რომ აი შენ ჟვანია საქმეზე დადე ჩვენება და სააკაშვილის ანგარიშებს. როგორ გარისკავდა? მე უკვე გითხარით და კითხვაზე კითხვით გვეპასუხობთ. ეს ადამიანი ფინანსურ პოლიციას რო ხელმძღვანელობდა, როგორ გარისკა მან, რომ რასმუსენი იყო თბილისში, ბიძინა ივანიშვილი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ხელს ართმევდა და იმავე პირობებში 20 ადამიანი ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების, ყოველგვარი უწყების და ყველაფრის გარეშე მანქანები საკუთარი ცოლშვილის თვალწინ მანქანებში ჩაყარეს ეს ხალხი და 20 თუ 25 ადამიანი აქეთ-იქით ატარეს. ეს როგორ გარისკა? მე თქვენ გეკითხებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს საქმე მოქმედებების ისეთ ლოგიკასთან, რომელიც მართლა არ ექვემდებარება რაიმე ანალიზს. დღეს მე მოვისმინე ზოგიერთებმა გადაწყვიტეს, რომ ექსპერტების როლი ითამაშონ, ვიდრე სახელმწიფო მოხელის ფუნქციაში ასრულონ და ბაქოდან განცხადებებს გულისხმობ. ირაკლი ღარიბაშვილზე ამბობთ, იგი აცხადებს, რომ მერაბიშვილის მიზანი პროკურატურის დისკრედიტაცია, სააკაშვილის დაშანტაჟება იყო და საუბრობდა იმაზე, რომ ფსიქოანალიტიკოსების თემა მსგავსი ვარაუდების გამოთქმა მხოლოდ ასავალ-დასავალის ფურცლებზე წამიკითხია მე და ბუნებრივია დიდი განსხვავება ამ ორ განცხადებას შორს არ არის. რაც შეეხება სოზარ სუბარს, ძალიან ანუ რა მინდა რომ კითხოთ, სოზარ სუბარი იყო ამ შემთხვევაში, თუ კი ეს ყველაფერი სიმართლეა, რასაც ჩვენ ვისმენდით დღეს ვანო მერაბიშვილის განცხადებებიდან, ფარცხალაძის თანამონაწილეა სოზარ სუბარი, თუ მას არავინ არაფერს ეკითხება და შესაძლოა ისე შედის და გამოდის პროკურატურა, თუ კი ეს პროკურატურა ღარიბაშვილისგან განსხვავებით მე ვარაუდებს არ გამოვთქვამ. მე ამის თაობაზე არ შემიძლია, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სუბარის უწყებამ დღეს კაფიო დართქვა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, მათ არ უარყვიათ და თქვეს, რომ კი ბატონო ფირებს გავასაჯაროებთ. ამიტომ თუ ეს ფირების გასაჯაროებაც ისეთივე შეპირება არის, როგორიც იყო, რომ გამოიძიებდნენ იგივე ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტს არჩევნების წინადღეს, რომელიც მაშინ ხელაღებით ჩვენ გვბრალდებოდა. თუ ეს ისეთივეა, როგორიც მაგალითად ხვედელიძის მიმართ საქმე უნდა გამოძიებულიყო, ან ნებისმიერი სხვა საქმე რაც ხდებოდა, ბუნებრივია ეს მართლა ღიმილის მომგვრელი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და გაირკვეს და მაშინ დადგება პასუხისგებლობის საკითხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ფარცხალაძე და სუბარი, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ეხლა ბრალდებული, მე მაგალითად იმისათვის რომ ამ მთავრობამ აიცილოს უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ უნდა შეუჩერდეთ პასუხისმგებლობა. მით უმეტეს მე შეგახსენებთ, რომ როდესაც გამოითქვა ეჭვი სოფლის მეურნეობის მინისტრის კორუფციაში მონაწილეობის თაობაზე, მე ვგულისხმობ ამ მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრს მაისის საქმეს გახსენებთ, მთავრობამ უკვე დაუშვა ერთი პრეცედენტი, როდესაც მას შეუწყვიტეს დროებით უფლებამოსილება, როგორც აღმოჩნდა მე სამუდამოდ, ვიდრე გამოძიება გააკეთა. დანიშნამდეც დანიშნვისთან თანავე გაჩნდა ესეთი მოსაზრება, რომ კბილაშვილისგან განსხვავებით შესაძლოა სწორედ იმიტომაც დანიშნეს იგი, რომ დაეყენებინა კონკრეტულ საქმეებში ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა. ბატონო ზურაბ, მე ერთი განცხადებაც მინდა წაგიკითხოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაულის დაბრალება, რომლისთვისაც მისი დადასტურების შემთხვევაში ბრალი უნდა წაეყენოს ვანო მერაბიშვილს. ეს განცხადება გააკეთა თინა ხიდაშემმა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რომ არ იყოს დარწმუნებული, რომ ვერანაირი ფირებით ვერ მოხდება
იმის დამტკიცება, რასაც ამბობს დღეს ნაციონალური მოძრაობა, რომ არ იყოს ხელისუფლება იმაში დარწმუნებული, რომ ფარცხალაძეს არ უკაჩავებია თავის კაბინეტში ვანო მერაბიშვილი, ასე ღია და თავად განცხადებებს გააკეთებს. საქმე ძალიან მარტივადაა. ამის გარეშეც პროკურატურა მუშაობს ვანო მერაბიშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე, იმიტომ რომ ისინი შიშობენ იმას, რომ უკვე წარდგენილ ბრალდებებზე ის შეიძლება გამართლდეს, იმიტომ რომ იმ პროცესზე, რასაც მე ვესწრები და უყურებ, თვალნათლივ ხედავ, რომ ბრალი არ დასტურდება რომელ საქმეზე ცდილობს დასაქმების საქმეზე ბრალი არ იკვეთება, შესაბამისად პროკურატურა ფიქრობს, რომ თუ განმეორდება იგივე, რაც განმეორდა ახალაია შემთხვევაში და გახსოვთ რა განმეორდა, ადამიანი პრაქტიკულად უნდა გამოსულიყო გარეთ და მას წაუყენეს ბრალი, იმიტომ რომ ისევ წინასწარი პატიმრობით ემყოფებინათ გისოსებს ის ეხლაც წინასწარი პატიმრობით არის. მე კიდევ უბრუნდები რომელ საქმეზე ცდილობს პროკურატურა ახალ საქმეზე თქვენ მე ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ინტერესი რომ ნებისმიერი ფორმით ვანო მერაბიშვილი იჯდეს ციხეში თქვენც იცით, მეც ვიცით და ირგვლიანის თემა. ყველა მაყურებელს. ზურაბ ჟვანიას თემა. შესაძლებელია თუ არა ეს საქმეები იყოს სწორედ ის რის გამო საქმეზე, გვირგვლიანის საქმეზე წაყენებული აქვს მას ბრალი. მე მოვლენებს არ გავუწდა. მასზე მათ შორის ამ საქმეზე, გვირგვლიანის საქმეზე მას წაყენებული აქვს ბრალი, მაგრამ წინასწარი პატიმრობა აკვეთად შეფარდებული არ აქვს. ამიტომ ბუნებრივია დღევანდელი მთავრობა შიშობს, რომ ვანო მერაბიშვილი შეიძლება რაღაცა მომენტში გარეთ გამოვიდეს, თუ წაყენებული ბრალდებები არ დადასტურდა, ამიტომ ისინი ყველა ვარიანტში შეეცდებიან, მოიფიქრო რამე რომ ყველა ფორმით ის იყოს შიგნით და იყოს თუნდაც წინასწარი პატიმრობით. მე ერთი რამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. ხა შეიძლება ეს ვინმე სამართლებრივი დეტალი გონია. ყველაზე დიდი პრეტენზია, რაც მოდიოდა მათ შორის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და რაზედაც კითხვის ნიშნები ისმის. არის ის გამართლებულია თუ არა, ჯერ ერთი ყველა ადამიანის და განსაკუთრებით ასეთ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა. მე შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა იგივე, რომელსაც ბრალი წაუყენეს და სასამართლომ აღკვეთი ღონისძიებათ არ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, მორჩილად დადის სასამართლოში. მე შემეფარდა გირავ მორჩილად დავდივარ სასამართლოში, არავინ ამ ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებდა. მაგრამ ვანო მერაბიშვილის ქონდა მეორე პასპორტი, ლევან მაისურაძე, ჩვენ გვახსოვს ეს სკანდალი. ეს ისტორია მათ არ იცის რა მოხდებოდა. ეს ისტორია მათ ხელოვნურად შეთხზეს, იმიტომ რომ გამოეყენებინათ ზუსტად იმის დასასაბუთებლად, თვითონ ვანო მერაბიშვილი გაქცევას აპირებდა. როგორც მე არ გავიქცე, როგორც გიგი უგულავა არ დაიქცა და როგორც ბაჩუახლაია თვითონ ჩამოვიდა უცხოეთში მყოფი საქართველოში, არც ვანო მერაბიშვილი არ საწასვლას არ აპირებდა და რო აპირებდეს მიიღებდა ფარცხალაძის შემოთავაზებას და ამას არ გაახმაურებდა. ამიტომ ერთი წამით დავასრულო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, წინასწარი პატიმრობით ასეთი პოლიტიკური ფიგურების და თავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობაში ყოფნა, ეს არის სწორედ ის ძალიან სახიფათო ხაზი, რასაც დღევანდელი მთავრობა მიყვება და მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ გონია რომ ჩვენ ძალიან ბევრ პარალელს ვავლებთ ხოლმე უკრაინასთან და ამაზე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავსვა. იანუკოვიჩი ამ წლების განმავლობაში თან აკეთებდა სტრატეგიულ დათმობებს რუსეთის მიმართ, თან ებრძოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ციხეში ჩაამწყვდია ტიმოშენკო და თან აცხადებდა რომ მე ევროპისკენ მივდივართ. და ბოლო წამს, როდესაც ხელი იყო უკვე ხელშეკრულებაზე მოსაწერი, სწორედ იმ მომენტში თქვა, რომ არა მე რუსეთსკენ მივდივარ. ამიტომ იგივე პროგნოზს არ ვაკეთებ, კიდევ ერთხელ ვაუბრობ. მე არა ვარ ექსპერტი, რომელიც ვარაუდებზე ლაპარაკობს, როგორც დღეს ბაქოდან მოვისმინეთ. მე გეუბნებით, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი და გავაკეთოთ საზოგადოებრივი რეაქცია ამგვარ მოქმედებებზე, იმიტომ რომ მე არ მოგვიწიოს ქუჩაში დგომა იმისათვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი არ დაგა. ბატონო ზურაბ, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ უпростоით ორი ჩვენი საუბრის ბოლოს. მე დღეს ასეთი ვერსიაც მოვისმინე თქვენი ოპონენტების მხრიდან. ეს დაუშვა ტელეკამერების წინ არ მომხდარა, მაგრამ მოვისმინე პირად საუბრებში, რომ გუშინ კობა ხარშილაძის დაჭერის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას დაეწყო პანიკა, რომ კობა ხარშილაძეს არ მიეცა რაიმე ისეთი ჩვენება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც სრულიად ახალ ვერსიას დადებდა, ანუ არა გარდაცვალების, არამედ მკვლელობის და დღეს ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ვანო მერაბიშვილის პირით გაკეთებულიყო ეს განცხადება. აქ არის ლოგიკა და მეთანხმეთ, გუშინ აიყვანეს დაცვის ყოფილი უფროსი. ჩემი სურვილი იქნება რომ ესე იგი ასეთ უამრავ ამ და სხვა ვარაუდებს
ასავალ-დასავალის შემდეგი ნომერი უამრავს დაბეჭდავს. ამიტომ ამაზე დროს ნუ დავხარჯავ. კარგით, ეხლა უნდა გაგაჩეროთ იმდენჯერ ახსენეთ ასავალ-დასავალს. კი ბატონო, შემდეგი კითხვა. პროკურატურა, რომელიც გაჩნდა კითხვა, ასევე თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ როგორ შეიძლებოდა, რომ დავუშვათ ესე ღია წაეყვანათ მატროსოვის ციხიდან და მთავარ პროკურორს თვითონვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენ სიტყვას, ეს სიტყვა სხვა შორის გიგაბოკერიამაც ახსენა, ეკაჩავებინა მერაბიშვილი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ასევე თქვენი განცხადებებიც, რომ ასევე პროკურატურის მხრიდან ხდებოდა თქვენთან მოლაპარაკებები და ლაშა ნაცვლიშვილი ახსენეთ. ეს მნიშვნელოვანია, გეტყვით რომ როდესაც 19 აპრილის აქცია რუსთაველზე დავაანონსეთ და როცა მოვიდა ეს და თქვენ ნახეთ რამდენად მასშტაბური იყო მაშინ და თქვენ კარგად იცით რომ ეს აქცია იყო ვანო მერაბიშვილის მიერ დაანონსებული და ორგანიზებული იყო ძალიან დიდი ღელვა მთავრობაში და სწორედ წინა დღეებში სხვათა შორის მე თქვენ შეგიძლია აიღოთ აბსოლუტურად ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელი რომელიც დღეს მოწმეთ არის სასამართლოში გამოძახებული ყველა მათგანი მიუხედავად იმისა რომ საქმე ქუთაისში მიდიოდა ძიებაში ყველა მათგანი აპრილის შუა რიცხვებში არის დაკითხული მთავარ პროკურატურაში თბილისში და ბოლო ჩვენებები აღებულია თბილისში მთავარ პროკურატურაში არა იმ გამომძიებლების მიერ, ვისაც ქუთაისში მიყავდა საქმე და ვინც თქვასაც შორის ვანო მერაბიშვილი და მე დაგვითხა ამ საქმეში, არამედ თბილისში მთავარ პროკურატურაში. იმავე პერიოდში, როგორც პროკურატურა აცხადებს, მათთვის ძირითადი მოწმე დაიბარეს რამდენჯერმე და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ის მან სასამართლოზეც თქვა რომ შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილი და პირდაპირ უთხრა რომ ჩვენ შენი და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაჭერა არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს ვანო მერაბიშვილის დაჭერა. ამიტომ თუ მისცემთ იმ ჩვენებას ეს თქვენ გათავისუფლებით ბრალისგან. ამ ადამიანმა განაცხადა ამაზე უარი, მაგრამ 19 აპრილის მეორე დღეს, 20 აპრილს მე თქვი ამაზე პოლიტიკურ ნაბახუსებზე, როდესაც მთავრობაში იყო, ასე ვთქვათ, გამწარება იმასთან დაკავშირებით, როცა დაინახეს რუსთაველზე რამხელა აქცია იყო, ეს ადამიანი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით მიათრიეს პროკურატურაში, შანტაჟისა და მუხარის ქვეშ ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც ჩვენებითაც 21 მაისს ვანო მერაბიშვილი და მე დაგვაკავეს. და ვანო მერაბიშვილი დღემდე წინასწარ პატიმრომაშია ამ საქმეზე. და თქვენ ამ ადამიანმა, რომელიც წინა კვირაში გამოცხადა სასამართლოში, აბსოლუტურად სხვა ჩვენება მიცა სასამართლოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობას უბრალოდ ეძებდა საბაბს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა ვანო მერაბიშვილის დაჭერა და არ ქონდა მნიშვნელობა, რაზე შეიძლება დაჭერა. თქვენ პირადად დაგეკონტაქტათ ლაშა ნაცვლიშვილი და ეს ადამიანი, როდესაც მე მაშინ მოწმე გახდეთ ამ საქმეზე, ეს ადამიანი, როდესაც მოვიდა ჩემზე და მითხრა, რომ აი მაშინაც მან ზუსტად, როდესაც მას უკაცრავად, კი ბოდიშფეხი ამ ჟარგონისთვის მასაც აკაჩავდნენ და ის ბოლომდე უძალიანდებოდა ამას, როდესაც მან ასევე მითხრა, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა პირდაპირ მითხრა, რომ თუ ზურაც გააკეთებს იგივეს, ზურასაც გაუკეთებთ განრიგდებას. ეხლა დღეს შეიძლება ეს არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ ეს პირდაპირი სამხილია განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომ ადამიანზე იყო პირდაპირი პოლიტიკური დევნა გამოცხადებული. ისე ნაციონალურ მოძრაობას ვინმეს დაკაჩავება, თუნდაც პროკურატურაში, ან სათში, ან ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში, ძალოვან სტრუქტურაში მე მგონი არ უნდა უკვირდეს, ხო? არ მინდა ეხლა რომ ჩვენი საუბარი ძალიან შორს წავიდეს, მაგრამ იმდენი ასეთი პროკურატურაში ნაკაჩავები ადამიანის ისტორია გვაქვს მსმენელი, ეს არ უნდა მინდა გითხრათ, როგორც ნაციონალურ მოძრაობას არ გაამართლებდა თავისი მთავრობის დროს. იმის შეხსენება, რომ შევარდნაძის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-6 სართულიდან ხალხი ცვიოდა, როგორც ეს არ გაგომართლებდა ჩვენ ნებისმიერ შეცდომაში თუ პირდაპირ დანაშაულში და მე დღესაც ვითხოვ, რომ თუ დანაშაულები იყო, გამოძიებული იქნას, ოღონდ გამოძიებული იქნას კვალიფიციურად. ასევე ვერ გაამართლებს ამ მთავრობას მითითება იმაზე, რომ მე რა მოხდა, რომ ადამიანს თავს მოიმტაცეს საპატიმროდან ძევალევით, მე რა მოხდა, იქ არსებობს ეჭვები, რომ ისინი უარეს ჩადიოდნენ. ეს ამ სახელმწიფოს არ წაიყოს უკეთესი მომენტი. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. ელოდებით თუ არა, რომ შესაძლოა შემდეგი, ვისაც დააპატიმრებენ, აღმოჩნდეს გიგი უგულავა. ჩვენ ხელთ გვაქვს ის უცხება, რომელიც მან მიიღო ამ საღამოს. ამ უცხებაში არ არის მითითებული, რომ გიგი უგულავა უნდა გამოცხადეს ადვოკატთან ერთად. რა სიტყვით? ეს კარგია, რომ ეგ არ არის მითითებული.
ადვოკატთან ერთად რომ იყოს მითითებული, ეს ნიშნავს, რომ უკვე დაპატიმრების რეალური საფრთხე იქნებოდა. მე როგორც პრაქტიკულად აი ამ საქმეში უკვე ექსპერტი, ანუ უწყებების მიღების ექსპერტს მინდა გითხრათ, რომ ის კარგია, რომ ადვოკატი არ არის მითითებული, ცუდია, რომ არ არის მითითებული ის, რომ ის მოწმის სახით არის იქ დაბარებული. იგი არის დაბარებული ძველი თბილისის საქმეზე საბიუჯეტო თანხების დიდი რაოდენობით თანხების არამიზნობრივად. ჩემი თხოვნა იქნება, რომ საქმე, რომელთან დაკავშირებითაც მას ახლა იბარებენ და რომელთან დაკავშირებითაც გუშინ ორი ადამიანი დააკავეს. ეს საქმე უკვე გამოძიებულია თავის დროზე და შესაბამისად კარგი იქნება, რომ ასევე გაიხსენოს თავად გიგი უგულავას განცხადებები იმ საქმესთან დაკავშირებით მაშინ იმ წლებში, როცა ეს საქმე იქნა გამოძიებული. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, დღეს ეს ატარებს პირდაპირ პოლიტიკური დევნის ხასიათს და იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ დედაქალაქის მერობის კანდიდატად დააყენა აბსოლუტურად არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანი, ბუნებრივია, მათ ასევე უნდა მიმართონ პოლიტიკურ რეპრესიებს, როგორც ეს გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, ეს არ არის გამორიცხული, ეს არის პირდაპირ ჩვენ დღეს საუბარი დავიწყეთ, რომ არის რეპრესიების ახალი ტალღა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ამაში სხვათა შორის არც ჩვენ არ გვეპარება ეჭვი, არამედ ეჭვი არ ეპარება თვითონ ამ მთავრობის მხარდამჭერებსაც. უბრალოდ მათ შესაძლებელია ამის გამო გულში გარკვეული სიხარული ჰქონდეს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ვინმე საკითხი კი არ დევს ფსონზე. ჩვენი ქვეყნის მომავლის დიდი მადლობა. მაშასე ვაკონკრეტებ უწყება, რომელიც მიუვიდა დღეს საღამოს გიგი უგულავას, არის სწორედ ეს უწყება, სადაც არ არის მითითებული, რომ იგი დაბარებულია მოწმის სახით, არამედ საუბარი არის იმაზე, რომ იგი დაბარებულია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თუმცა არა ადვოკატთან ერთად. გიგი უგულავა აპირებს ხვალ მისვლას და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე წარმატებას გისურვებთ ბატონ ზურაბ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი. რეკლამის შემდეგ კი პირდაპირ ეთერში ოცნების წევრი გია ჟორჟოლიანი, ხოლო ოდნავ მოგვიანებით დებატები ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. დაგველოდეთ სულ რამდენიმე წუთში ვართ ეთერში. მაშასე ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ უფლებამოსილებას შეუჩერდეთ სოზარ სუბარს და ოთარ ფარცხალაძეს. სოციალ-დემოკრატების ლიდერი ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი განაგრძობს ეთერს. საღამომშვიდობის ბატონ გია, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. ძალიან სკანდალური აღმოჩნდა მანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებები სასამართლო პროცესზე. მას თავზე გადააფარეს, წაიყვანეს იძულების წესით, სადაც პირადად მთავარი პროკურორი იყო დასახელებული, რომელიც მისი თქმით მას იძულებდა, რომ მიეცა ამ ხელისუფლებისთვის სასარგებლო ჩვენებები მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე და ზურაბ ჟვანიას საქმეზე. რა ხდება? რა ფაქტთან გვაქვს საქმე? სამშვიდობისა, ინგა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დიდი მადლობა, რომ ამ ახალი, ასე ვთქვათ, ტელევიზიის სტუდიაში, თქვენს პოპულარულ გადაცემაში დიდი მადლობა მომიწვიეთ და მიწევს მონაწილეობის მიღება. მე ვერ დავარქმევდი ამ სკანდალურს, ბუნებრივია, რომ მერაბიშვილი ან ყველა, ასე ვთქვათ, ის პატიმარი, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიტიკური ელფერი შეძინოს თავის საქმეს, ცხადია, ყოველთვის შეეცდება, რომ მოძებნოს რაღაც საბაბები, ილაპარაკოს ამაზე და ასე შემდეგ. ასე იგი ზეწოლის მეთოდებზე განსაკუთრებული ყურადღება ბატონ მერაბიშვილს არ გაუმახვილებია, ან თქვა რომ ხორცელდება ზეწოლა, ეს მუქარა სიტყვები და ასე შემდეგ. მოდით ახლა მეც ვიზიარებ იმას, რომ თუ კანონის დარღვევებს ქონდა ადგილი, ცხადე ეს შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული, ცხადე რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კანონების დარღვევა, ჩვენ სწორედ ამ კანონის დარღვევების უჩიოდით წინა ხელისუფლებას, კანონის დარღვევას, უკანონობას უჩიოდით წინა ხელისუფლებას, მაგრამ მე მინდა ახლა გითხრათ ჩემი შთაბეჭდილება, როგორც მოქალაქის. კი ბატონო. რაღაცნაირად მეჩვენებოდა, რომ ეს დაახლოებით ისეთი რამე იყო, რომ ჰიმლერს რო დაეწყო ლაპარაკი, დაეპატიმრებინათ ჰიმლერი არ დაუპატიმრებიათ, ნიურნბერგის პროცესზე ის არ იყო. მაგრამ სწორედ ჰიმლერს ვამბობ რა, ვინც იყო არქიტექტორი, ასე ვთქვათ, იმ მე პარალელს არ ვავლებ, ასე ვთქვათ,
ფაშისტურ არ ვავლებ პარალელ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ჩვენ საპატიმროებში ან ჩვენში არსებულ რეჟიმს შორის, მაგრამ თლიანობაში ასოცირება ჩემთვის ასეთი ასოციაცია იყო, რომ ამას დაეწყო ესე ჰიმლერს ლაპარაკი, რომ რაღაცნაირად იცით როგორ არის, აი თქვა სუპი რომელიც მე მომიტანეს არ იყო საკმარისად ცხელი, ან რაღაცა, როდესაც შემოვიდა ზედამხედველი, ის არ მომესალმა ისე როგორც საჭიროა და ასე შემდეგ რა. დაახლოებით ასე დაბეჭდილება დამრჩა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენი თვალით ვნახეთ. რა მოხდა სანდრო გირგულიანთან დაკავშირებით? მეძე არ ვილაპარაკებ. სანდრო გირგულიანთან დაკავშირებით, ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით, ვაზაგაშვილთან დაკავშირებით. ეს ვნახეთ ჩვენი თვალით. ჩვენი თვალით ვნახეთ ის კადრები, რომლებიც გამოქვეყნდა 2012 წლის სექტემბერში. არ შეიძლება, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ ადამიანებს. არ შეიძლება ჩვენ, რომ თუ ვინმემ დაარღვია, მაგალითად კანონი ბერიასთან მიმართებაში, თქვათ, რომ ესე იგი აი ეს იყო კანონების და რა თქმა უნდა ეს უნდა ვთქვათ. მაგრამ ამან არ შეიძლება ჩვენ დაგვავიწყოს ეს ამბავი და არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ ამ ორ რამეს შორის. გეთანხმებით ჩვენმა საზოგადოებამ მე ვენა დავამთავრო. ესე იგი ჩვენმა საზოგადოებამ რომ განიხილოს როგორ ჩვეულებრივი საქმეები, სადაც აი თუ ეს დარღვეულია, მაშინ მოდით ახლა ამაზე ვიმსჯელოთ, ჩვენ რაზე ვსჯელობთ? ჩვენ ვსჯელობთ რეპრესიულ რეჟიმზე და ამ რეჟიმის არქიტექტორებზე. ჩვენ იმაზე კი არ ვსჯელობთ, რომ იქ ვიღაცა ზედამხედველს დავალება მისცეს და ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური სისტემა. უნდა დამკიცდეს ბატონია ის რეპრესიებზე თქვენი ოპონენტები დღეს საუბრობენ. რასაც მე ვლაპარაკობ, ამას გამოძიება არ ჭირდება. რაც მე ვთქვი გირგულიანის საქმეს, ვაზაგაშვილის საქმეს და რობაქიძის საქმეს გამოძიება არ ჭირდება. რა უნდა გამოვიძიოთ? გამოძიების გარეშე უნდა პრალის წაყენება და სხვარამეს გეუბნებით სამართალზე არ ვლაპარაკო. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო რეჟიმი, რომელიც ამას უშვებდა. მე ამაზე ვლაპარაკობ რა. და ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმ უწყებებისა, სადაც ეს გამოძიებები ისე მიმდინარეობდა, როგორც რობაქიძის საქმეზე მიმდინარეობდა. სადაც ეს გამოძიებები ისე მიმდინარეობდა, მე არ მინდა გირგულიანის ოჯახი ჩემთვის ახლობელი ოჯახია და არ მინდა მე ამის გახსენება, რა ჩვენი ვნახეთ. იმას რა გამოძიება უნდა, რომ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის დასაკისრებელი. აქ ლაპარაკი იმაზე, სად არიან ეს ხალხი, აბა მითხარით. სად არიან ეს ხალხი? სად არიან ეს ხალხი? ეს საკითხები, იცით, არ შეიძლება რომ ჩვენ შვიდად ვილაპარაკოთ ამაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინგა უკაცრავად, ეს აბსოლუტურად არ ეხება იმას, რომ თუ პროკურორმა რაღაცა კანონები დაარღვია, წესები დაარღვია და ასე შემდეგ, სამართლებრივ უნდა ადგენილ იქნას, თუ ეს კანონი დაარღვევა იმდენად მძიმეა, მე არ ვიცი ახლა ამ წუთში ამის თქმა მე არ შემიძლია, იმდენად მძიმეა, რომ ის უნდა ასე ვთქვათ, ან გადაყენებული იქნას, ან საჯარო ასრულების მინისტრი, რაღაცა ასე ვთქვათ, კადრების გასაჯაროებას მოხდა, ამის ეგრე ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მაგრამ თავარი ჩვენი თემა აქ არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ ეს სამართლიანობა არ აღვადგინეთ, მაშინ ადამიანები იფიქრებენ. ანუ როგორ უნდა აღადგინოთ? სწორედ იმის, რასაც თქვენ ეძახით ახლა სამართლიანობის აღდგენას, ბატონო გია, თქვენი ოპონენტების მხრიდან ფასდება როგორც რეპრესიების ახალი ტალღა. ხო და არა მე მაგას გეუბნებით, ესე იგი ლაპარაკი არის იმ სამართლიანობაზე, რომელზეც მე ვლაპარაკობ. არა იმაზე, რომ პროკურორმა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას ეს დარღვევა თუ არსებობს, ეს დარღვევა უნდა იქნას აღკვეთილი. მე ვლაპარაკობ, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ სხვა სამართლიანობა. ეს სამართლიანობა არის ისეთი, როდესაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არასოდეს არ ექნება იმის განცდა, რომ მას შერჩება ის უმძიმესი დანაშაულები, შერჩება რეპრესიული რეჟიმის აგება და შერჩება, ასე ვთქვათ, საზოგადოების მიერ ის არ იქნება, როგორ გითხრათ ახლა, მე არ მინდა ესეთ სიტყვები ვილაპარაკო, მოკვეთილი რაღაცა, ესე იგი საზოგადოების მიერ ეს არ ჩაითვლება, რომ ეს არის არა ადამიანი, ის წამებები, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის არა ადამიანური მოპყრობა, ხო? მე მინდა ერთ რამეში დავეთანხმო, ასე ვთქვათ, ყველა მხრიდან ოპონენტებს რა.
და თქვენც დაგეთანხმოთ ამაში, რომ საჭირო არის ეფექტური გამოძიება, საჭირო არის ეფექტურად ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ყველასათვის პასუხისგაცემა იმაზე, რომ აი ვინ იყო დამნაშავე, როგორ იყო ეს რეჟიმი აგებული და შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომლებიც ამას აღარასდროს გაიმეორებათ. ბატონო, გაჩნდა ასეთი მოსაზრება, თქვენამდე ამაზე საუბრობდა ბატონი ჭიაბერაშვილი ამ სტუდიაში, რომ ყველაფერი რაც მოხდა გასულ კვირას პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ანუ დაიწყო შეტევა გიორგი ბარამიძეზე, აქ მხოლოდ სოსო ჯაჭვლიანი არ იგულისხმება, ჩვენ ამ სტუდიაში 2 დღის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ თავად გია ბარამიძემ მოყვა, რომ ლერი ხაბელოვი მივიდა და უთხრა მას, რომ შუბს გაგიხრეთ, ანუ დაიწყო მიზანმიმართული შეტევაო გიორგი ბარამიძეზე, შემდეგ გუშინ ცნობილი ხდება, რომ იჭერენ სხვა ადამიანთან ერთად ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროს კობა ხარშილაძეს, რომელიც შემდეგ იყო გამგებლის მოადგილე და დღეს უკვე ვანო მერაბიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ თურმე მისგან მთავარი პროკურორი მოითხოვდა საბანკო ანგარიშების გარდა სააკაშვილის სწორედ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემას. ანუ არის თუ არა ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში განსაზღვრული? ერთმანეთთან არა აქვს, არავითარი კავშირი არა აქვს, მე გეტყვით ჩემ განცდას. როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები წამოდგნენ და დაიწყეს ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ აი ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, აი ასეთი რამე მოხდა უკრაინაში, აი იქ მოხდა როგორ დარბევა და არიქა ჩქარა და იქ არიან ჩვენი წარმომადგენლები, რომელიც ქართველი ხალხის, ასე ვთქვათ, სახეს წარმოადგენენ, იცავენ ქართველი ხალხის ღირსებას და მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქართველი ხალხი ასახელა, როდესაც ის ჩავიდა ევროპაში, იმაში უკრაინაში და უკრაინაში აი ესეთი რამ მოხდა. ესე იგი, იმდენად ცინიკური იყო ეს ჩემთვის, მე დავტოვე დარბაზი, აი იმ ჩხუბის დროს მე იქ არ ყოფილვარ. წარმოგიდგენიათ, ამას ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებმაც 26 მაისი, 7 ნოემბერი, ეხლა რა გამოძიებნა იქ ვიყავი მე, ინგა. 7 ნოემბერს დილით იქ ვიყავი, ამას არაფერი გამოძიება არ ჭირდება, ვიდექი, 10 კაცი იყო, მოვარდნენ ცემატყეპით, ასე ვთქვათ, იქიდან, ყვითელ იმებს ჩაცმულ ადამიანს გაგვყარეს იქიდან. მე მოვიდნენ ის რა ქვია, ცრემლსადენი გაზი, მე თუ ტელევიზიით ხო გინახავთ ყველაფერი, იმედი გინახავთ, 26 მაისი გინახავთ, ყველაფერი. ეხლა ეს ხალხი გება და მე მაგ ადამიანებთან ერთად ასეც რა თქმა უნდა ახლა რაღაც საკითხებზე და მით უმეტეს არა ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან რა თქმა უნდა მე არაფერი პრობლემა არ მაქვს და მგონია რომ ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი წევრი იყო ნაციონალურ მოძრაობაში ისევე როგორც კომპარტიაში იყო ხალხი ეს იყო პარტია სახელმწიფო და ასე შემდეგ მაგრამ ამ ადამიანებმა რომლებიც კომპარტიაში იყვნენ თუ დაიწყებდნენ ისინი იმის ასე ვთქვათ მტკიცებას რომ აი ბერია იყო ასე ვთქვათ კარგი ადამიანი ეს რეპრესიები იყო სასიკეთო და ასე შემდეგ ამ ადამიანებთან ურთიერთობა წარმოუდგენლად მეჩვენება მაგრამ ის რომ და სხვა ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან კი ბატონო სიამოვნებით შესაძლებელი არის ქვეყნის საჭიროებო საკითხებზე ჯერობა მაგრამ იმ ადამიანებთან მე მინდა ეს დავასრულო ვინ არიან ეს ადამიანები თქვენ როდესაც ყოფთ იმ ადამიანებთან ვისაც არც ჭირდება ის ვინც იღებდა გადაწყვეტილებებს ის ვინც ხო ვინ მიიღო გადაწყვეტილება გეკითხებით თქვენ მძანდებით პარტიის ლიდერი პოლიტიკოსი და თქვენ ეს არის თქვენ მე შეიძლება ბევრი რამ ვიცი მე მაინტერესებს თქვენი პასუხი ამას ეს არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვინც იყო მოგეხსენებათ მე დავაყენე კიდეც საკითხი რომ იმპიჩმენტი მომხდარიყო პრეზიდენტისა ვიდრე ის დატოვებდა თავისადმი რა თქმა უნდა პირველი პასუხისმგებელი არის მიხეილ სააკაშვილი შეიძლება რომ პოლიტიკური არქიტექტორის დაპატიმრება იგეგმებოდეს და ვან არა მე ისევ დღევანდელ თემას მინდა თუ შეიძლება რომ მიუბრუნდე და ვანო მერაბიშვილი როდესაც ამბობს რომ მას მოსთხოვეს არა მარტო ჟვანიას საქმეზე არამედ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია და ამის სანაცვლოდ დაუშვათ შეპირდნენ რომ იგი განთავისუფლდებოდა და უცხოეთში გაუშვებდნენ თუ აქ დატოვებდნენ ეს ცალკე თემა ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ შესაძლებელია ახალი მთავარი პროკურორი აპირებს სწორედ გავიდეს დაპატიმრებებით მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო ტექნიკაზე მე როგორ გელაპარაკოთ ინგა ეს არის თქვენ დეპუტატი ბრძანდებით დეპუტატი არა გამოძიებელს არავითარი ინფორმაცია ამის თაობაზე მე არ მაქვს არც შეიძლება მქონდეს საგამოძიებო ტექნიკაზე როგორ შემიძლია მე გელაპარაკოთ მე გეუბნებით რომ როგორც პოლიტიკოსი როგორც საქართველოს
მოქალაქე, მე პასუხისმგებლობას ამ რეპრესიული რეჟიმის ფუნქციონირებაზე ვაკისრებ მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეხლა თუ ხედავთ რეპრესიების რაიმე ნასახს, ეხლა თუ ხედავთ რეპრესიების ახალ სერიას, აი დაუშვათ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დაპატიმრებულები არიან თქვენი ოპონენტების მუდმივი თქვენს მიმართ პრეტენზიები, როგორც პოლიტიკური ძალის ეს არის ბაჩო ახალაიავა, ანუ მერაბიშვილი, უამრავი ადამიანი თავის დროზე მერიის სამსახურებიდან დაპატიმრებული საკრებულოს წევრები, ხვალ გიგი უგულავა არის უკვე დაკითხვაზე კიდევ მე რამდენად დაბარებული და არა უკვე როგორც მოწმე ისე. ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს თუ არა იმაზე და თუ კი გავიხსენებ, რომ ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ მას ფარცხალაძე მოსთხოვა კონკრეტული ინფორმაცია სააკაშვილზე და ჟვანია საქმეზე, რომ ეს არის ახალი ტალღა ყოფილი ხელისუფლების რეპრესიების. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ესე იგი, რამდენიც არ უნდა მითხრათ თქვენი გვარებს მეუბნებით, რომლებზეც მე ვამბობ, რომ ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. კი, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიღმა. ხო, მაგას გეუბნებით, ესე იგი, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა რეალიზდებოდა მათ შორის არასამართლებრივ ქმედებებში. ჩემთვის რომელიც დეიჩს არ იწევს, რომ მერაბიშვილი და ახალაია, თუნდაც მხოლოდ ის საქმეები, რომლებიც მე ჩამოთვალე, იმ საქმეების ესენი საქმის კურსში იყვნენ. გაყალბებები ამისა, ესე იგი, ჩვენ გვავიწყდება, ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე. ეს ესე კი არ არის ადამიანი რომ მოკვდება იმის წინაშე სამართლიანობის თვალსაზრისით. ჩვენი საზოგადოება არის ვალში. ჩვენ თუ ის დამნაშავეები არ დავსაჯეთ, მაშინ ჩვენ ისეთივე დამნაშავეები ვართ სანდრო გირგვლიანის წინაშე, როგორც ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ეს არ შეიძლება ინგა იცით? ეს არ შეიძლება რომ რაღაცა ტექნიკის საქმეთ ვაქციოთ. აბა ვინ, როგორ და ამას არ ჭირდება გამოძიება, რაც მე ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე ვლაპარაკობ ამას საზოგადოებრივი გაკეცხვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი პოზიციის თვალსაზრისით. მაგრამ ის რომ ამას გამოძიება ჭირდება, გითხარით, გეთანხმებით მეთქი და მოუწოდებ ჩვენს პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს იმოქმედონ ეფექტურად, რომ არ დარჩეს კითხვები, იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში და არავითარი გადახვევა სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ განახორციელონ, მაგრამ ბოლომდე მიიყვანონ ეს გამოძიებები იმისათვის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ამ კადრების კი ყველანაირი ასე ვთქვათ გასაჯაროებით იმისათვის, რომ ჩვენ სამუდამოდ უარი ვთქვათ შემწყნარებლობაზე სასტიკი დანაშაულების მიმართ. ჩვენ როგორც საზოგადოება არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი ამ რეჟიმისა. ჩვენ იმათ წინაშე ვაგებთ პასუხს და არა მხოლოდ ბოდიში და რაღაცა ასე ვთქვათ, თქვენ ოპონენტებს უწოდებთ, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაც ეს პოლიტიკური დებატების საგნად აქციონ და პოლიტიკის დღის წესრიგის თავარ საგნად აქციონ, თითქოს და რაღაცა თქვენს ბრძანეთ რამდენჯერმე ბოდიში მინდა გაგაკრიტიკოთ, ვერავითარ სკანდალს ამაში ვერ ხედავ. ხედავთ ამაში სკანდალს. პრემიერ-მინისტრი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი პატიმარი, რომ თუ ეს სიმართლეა და თავზე გადააფარეს მას ღამით გაიყვანეს. არა, განცხადება თავისთავად ამ სკანდალურ ინფორმაციას შეიცავდა და იყო სკანდალური და იგი ამბობს, რომ მას მთავარი პროკურორი პირადად სთავაზობდა ამ გარიგებას და ჩვენი საუბრის ბოლოსკე უნდა წავიდეთ. მე მაინტერესებს თქვენ ბრძანდები დეპუტატი ბატონგია. აი ამ რეალობაში, როდესაც კეთდება ესეთი განცხადება, იგივე მთავარი პროკურორის თემაზე, სასჯელ აღსრულების მინისტრის თემაზე. ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ შეუძლებელია, რომ გამოძიება აწარმოოს იმ ადამიანმა, ვიზეც უშუალოდ მოხდა თითის გაშვერა, ანუ მერაბიშვილის მხრიდან, ვინც როგორც ნაციონალები დღეს ხშირად ატრიალებდნენ, აკაჩავებდნენ, ანუ მერაბიშვილს. ანუ უნდა შეუწყდეთ თუ არა მათ უფლება მოსილება. ისე იგი მთელი ეს კაჩაობა, რაც მოყვა მერაბიშვილმა, იგი იყო რომ რაღაცა ორი სიტყვა უთხრეს, არა? არა, ეს სიტყვა იყო, რომელიც მხოლოდ ჭიაბერაშვილმა არ იხმარა, იგივე სიტყვი, იგივე ტერმინი იხმარა გიგაბოკერია მას. არა, მე რაც ვამბობ, მერაბიშვილმა რაც მოყვა, ეს იყო, ასე ვთქვათ, ის ზეწოლა. ნუ მას დეტალები არ დაუყო. ის ხო არ იყო, იქ არაფერი სხვა რაღაცეები ხო არ იყო, არა ეს? ნუ მას არ უსაუბრია. ნუ არ უთქვა, ხოლმე ჩვენ არ ვიცით თუ იყო, რომ ჩვენ როგორც ვიცით, ეგ იყო, რომ ამან უთხრა, რომ ესე იგი პროკურორმა უთხრა, რომ აი თუ მითხარი თუ იცი სააკაშვილის ესენი რა, რომ ესე იგი პროკურატურა იძიებს, თუ აქვს რაიმე საფუძველი ამისათვის, იძიებს იმას, რომ შეიძლება არა სამართლებრივი ფორმით უკანონოდ რაღაცა, ასე ვთქვათ, საიდუმლო ანგარიში, საიდუმლო სამალავები იყო ინგა. იარაღი ქონდათ შეგნით და ეს არ გადასცეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაბამის უწყებებს. ეს არ გადასცეს. ეს არის ქვეყნის შიგნით იარაღების საწყობების მოწყობა.
შესაბამისი უწყებებისგან დაფარული. სააკაშვილმა თქვა, რომ ეგ უთხარეთ ჩვენ. რა თქვი ამის თქმა? თქვენ ახლა აქედან რომ რაღაცა ეს ასე ვთქვათ სავარძლები სადღაც წაიღოთ, ამისთვის რაღაცას დაწერთ, ხო არა, რომ ეს აქედან გადავიტანეთ იქა, გადავიტანეთ სხვა, რა თქმა უნდა, ეგრე ხო არა? ახლა არავითარი საბუთი არ არსებობს. თქვენ რაღაცას მეუბნებით, რომ ესე თქვენ არა, უკაცრავად, თქვენ არ გეხებათ ეს. ესე იგი დისკუსია აქ მიდის იმაზე, რომ რაღაცა ასე ვთქვათ ზეწოლა განახორციელა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხლა მე არ შემიძლია ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც მოითხოვენ რომ გამოძიება ჩატარდეს. ხადია უნდა ჩატარდეს, უნდა გამოაშკარავდეს. რა იყო როგორ უფლებამოსილების შეჩერება როგორ შეიძლება? თავარი პროკურორის დასაჯაროების უფლებამოსილების შეჩერება არ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს გასაჯაროება, უნდა შესაბამის სხვა სტრუქტურებმა შეისწავლონ ეს საკითხი და მათ გადაწყვიტონ. შესაჩერებელია ეს უფლებამოსილება, გასახანგრძლივებელია თუ ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ როგორც პოლიტიკოსი და როგორც მოქალაქე მოუწოდებ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურად გამოიძინონ ეს საქმეები, მიიყვანონ ბოლომდე და საზოგადოებაში არსებული ის განწყობა, რომელიც მიმართულია სამართლიანობისაკენ, არ გადაიტანონ აი ასეთ კინკლაობაში, აი ასეთ, ამიტომ არ მისცენ საბაბი იმისათვის, რომ ეს გახდეს, ასე ვთქვათ, აი ამ ტექნიკური საკითხების გარკვევის საქმე. ძალიან დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვო. დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. მაშინ თქვენ უსმენდით გია ჟორჟოლიანს რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ თემას დებატებით. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის პირისპირ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ სიტყვას, რომლითაც დღეს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ კომენტარს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, აკაჩავა თუ არა ბანო მერაბიშვილი ახალმა მთავარმა პროკურორმა. ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში თინა ხიდაშელის განცხადება კიდევ ერთხელ, რომელიც არის ძალიან საინტერესო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაულის დაბრალება, რომლისთვისაც მისი დადასტურების შემთხვევაში ბანო მერაბიშვილის ბრალი უნდა წაეყენოს. განვაგრძობთ პირდაპირ ეთერს. მაშასე ნაციონალები ამბობენ, რომ მთავარი პროკურორი ქუჩურ მაფიოზულ გარჩევებში არის ჩართული. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ზვიად კვაჭანტირაძე, ქართული ოცნება, ტარიელ ლონდაიძე, ნაციონალური მოძრაობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მე მინდა თქვენ ნებართვით ამჯერად შეფასება ქართულ ოცნებას ვთხოვო, ბატონო ზვიად. დღეს, როდესაც ძალიან სკანდალური განცხადება, გია ჟორჟოლიანი კი არ მეთანხმებოდა, მაგრამ თქვენ არ ვიცით, დამეთანხმებით თუ არა, თავისთავად ძალიან სკანდალური იყო ის განცხადება, რაც ვანო მერაბიშვილმა გაახმოვანა, რომ მას თავზე გადააფარეს, წაიყვანეს ღამის 2 საათზე და თვით მთავარი პროკურორი იყო ჩართული მის დაკაჩავებაში. რა სიტყვით, როგორი არის თქვენი შეფასება? რამდენად თქვენთვის ეს შეიძლება იყოს სარწმუნო ინფორმაცია? რა ვიცი, ხა გულწრფელად გეტყვით რა, ჯერდი მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას. გამოგიტყდებით და იცით რომ მაინც და მაინც ისურვილი ამ თემაზე სასაუბროთ დღეს განწყობა არ მქონდა ამ წინარე დღესასწაულზე. მაგრამ წაიყვანეს, თავზე ჩამოაცვეს ტომარა, დააკითხეს აი მეთოდებით, როგორც ბატონი ვანო აცხადებს და შემდეგ მისცეს მას საშუალება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს გაესაჯაროებინა თურმე, რომ ბრალდებები წაეყენებინა ხელისუფლების და ახალი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ ლოგიკა სად არის საერთოდ ვერ ხვდები. თლად სერიოზულად ამაზე კომენტარის გაკეთება ცოტა ძნელია, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივად შიდა ასე ვთქვათ სტრუქტურების გასამაგრებლად პარტიაში, ჩემი აზრით, ღრმარწმენით დაგეგმილი აქცია, რომლითაც ბატონი მერაბიშვილი ცდილობს უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს თავიანთი თანამზრახველებისგან, როგორც ჩანს, მას ძალიან სერიოზული შიშები აწუხებს იმ თემებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ეს შიში მას აწუხებს, როგორც ჩანს, გუშინდელი დაკავების შემდეგ, როდესაც ყობა ხარშილაძეს გულისხმობ. ზუსტად ამას გულისხმობ. მე არ მინდა ახლა რაღაც ვარაუდები გამოვთქვა და რაღაც ექსპერტული დასკვნა, ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენი ექსპერტები არა ვართ. მე შემიძლია გაუთავებლად ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით,
ამიტომ ამ ჭრილში მიმაჩნია რომ ნორმალურ ადამიანს არანაირი ნდობა იმ საქციელის და იმ შინაარსის მისამართი რაც მან დღეს გააკეთა სხდომაზე არ უნდა ჰქონდეს ეს არის აბსოლუტურად დაგეგმილი ყველაფერი და მის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რომ საკუთარი პერსონის მიმართ შესაძლო გამოძიების გამძაფრება თავიდან აიცილოს და თავიდან აიცილოს ის დამატებითი შეკითხვები, რომელიც აუცილებლად გაჩნდება, ეს ინტუიტიურად ჩვენ ყველამ ვიცით, იმის შემდეგ, რაც დაიწყება ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის დაკითხვები. ეს ძალიან საინტერესო ვერსიაა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბატონი მერაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ თითი დაუქმნიოს შორიდან სააკაშვილს, რომელმაც იგი მიატოვა და რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ იზღერებს პასუხისმგებლობას ნაკლებად ვიდრე ვანო მერაბიშვილი თუ მეტად არა. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ყველაფერზე იმაზე, რაშიც გამოძიება ბრალსდებს ვანო მერაბიშვილს ეკისრება ასევე მიხეილ სააკაშვილს. დიდი მადლობა ბატონო ტარიელ, მე ასეთი კითხვით მინდა დავიწყო სწორედ თქვენთან საუბარი ვერსია, რომელიც ახლა მოვისმინეთ ოპონენტის მხრიდან, რომ სწორედ გუში, როდესაც დააკავეს გამგებლის ყოფილი მოადგილე, მაგრამ თავის დროზე ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე თითქოს თქვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს იყო დაგეგმილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ერთგვარი პრევენციის სახით, რომ მათ აქვთ შიში არ დაიდოს რაიმე ისეთი ჩვენება ზურაბ ჟვანიას საქმეზე, რაც დაარტყავს არ მარტო ვანო მერაბიშვილს დაუშვათ, არამედ მთლიანად პარტიას. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ მოვისმინე ბატონი ზვიადის სიტყვები და მინდა აღვნიშნო და განვაცხადო ზოგადად, რომ სერიოზული დაბნეულობაა თვითონ ქართულ ოცნებაში და თვით ხელისუფლებაში ამ განცხადების შემდეგ. ის არადაკვირტული განცხადები და არადაკვირტული აღთქმა იმ მოვლენისა, რაც დღეს გაჟღერდა ვანო მერაბიშვილის მხრიდან და ის სკანდალი, რომელიც ნამდვილად სკანდალია და არა ეს რაღაც სახუმარო საქმე, ვფიქრობ, რომ ისინი არასწორად აღიქვავენ აღნიშნულ პრობლემას. ფაქტია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და რამდენად კანონირად, რამდენად არაკანონირად ეს ისევ და ისევ სამჟელოა, განაცხადა და თქვა ფაქტები. და მოიყვანა მთელი ეს პროცესი თუ როგორ ხდებოდა მასზე და როგორ განხორციელდა მასზე ეს ყველაფერი. მე ვიმყოფებოდი ამ სასამართლო პროცესზე, როცა მან ეს განცხადება გააკეთა და ყველა შეკერებული იყო, იქვინც ვიყავით. თქვენთვის მოულოდნელობა იყო. რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად და ყველასათვის და იქვინც ვიყავით და ზოგადად ყველა ვიყავით შემადგენლობა ესწრებოდა დღეს სასამართლო პროცესს. როგორ გეკადრებთ, ჩვენ სასამართლო პროცესს ვესწრებით ძალიან ხშირად, თითქმის მუდმივად და ეს ჩვენთვის მართლა შოკი იყო და ეხლა მოდი ასე ნოვიტყვით და მე შეგეკამათებით იმაში, რომ თითქოს პარტიული სტრუქტურების გასამტკიცებლად ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა აღნიშნული პროცესი და აღნიშნული განცხადება გააკეთა. ეს არის სრული აბსურდი. წელიწადზე მეტია ნაციონალური მოძრაობა განიცდის ზეწოლას წელიწადია გვებრძვიან განმოდგურებით თუ მოსპობით და მე მგონი არ დაშლილა ეს პარტია და დღეს ეს პარტია ფეხზე დგას და ეს პარტია იბრძვის იმ ფასეულებს რომ იმ ფასეულებსაც ატარებს. აქედან გამომდინარე ეს სრული აბსურდია. მე მინდა გამოვეხმაურო თვითონ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც გააკეთა და რომელმაც ეს ყველაფერი ცინიზმში და იმაში გადაიყვანა ეს საკითხი. რომ ფსიქოლოგების საქმეა, ფსიქოანალიზის საქმეა. მე ვფიქრობ, რომ სერიოზულად დასაფიქრებელია. პირველ რიგში მთავრობა უნდა დაფიქრდეს, პირველ რიგში ღარიბაშვილი უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სამართლიანობას ამ ქვეყანაში და სამართლიანობის მიღწევა ძალადობით და ძალადობაზე ეგრეთ წოდებული, რომელსაც თქვენ ეძახით, მოძალადეებზე თუნდაც ძალადობით რაიმე წარმატების მიღწევა, წარმატებას ვერ მიაღწევს და ვერ მიიღებს მოსახლეობა სამართლიანობას. აქედან გამომდინარე, უმჯობესია სამართლიან ფორმებში, ამას არ გასწორებს სამართლიან ფორმებში მართლობა სამართლიან ძალადობა მარგაჭრა სამართლიან ფორმებში არა მაქვს პრობლემა და სამართლიან გარემოში სამართალი იტყვის თავის სიტყვას და როცა სამართალზე ადრე ამბობს ზვიადი, ამბობს პრემიერი, ამ ყველაფერს უყურებს უკვე და განჟილი აქვთ და სასაცილოდ არ მიაჩნიათ ეს ყველაფერი, როცა არსავენ კითხვას იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილმა ეს რო განაცხადა, მოდი ჩავატაროთ გამოძიება, ჯერ არ გვითქვია ყველაფერი. ჩავატაროთ გამოძიება, ვითხოვთ ჩვენ მარტივ რამეს
თუ ეჭვეპარება ვინმეს ვანო მერაბიშვილის განცხადების სიმართლეში ამის დადგენა ხო ძალიან მარტივია ბატონოზია ძალიან მარტივი კი ბატონო ამ მასალების ნახვა დაწყებული მისი საქმიდან საუკეთესო საშუალება შეტევაა ამიტომ ვითხოვთ გამოძიებას საქმიდან დაწყებული მის საქმიდან დაწყებული დამთავრებული ბოლო იმ მომენტამდე შეიძლება ყველა ამ ფირის ნახვა ჩვენს ხომ მეტი არაფერს არ ვიტყვი კი ბატონო ბატონოზიად განაგზეთ მე უბრალოდ არ ვიცი რატო დაანონსა ბატონბატერიელობა ჩემი სათქმელი მე აბსოლუტურად ხარს უჭერ იმას რომ ეს ფაქტი უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოგვეჩვენოს ჩვენ იგი თუნდაც იმიტომ რომ ის პატიმარია და მასზე ფოკუსირებულია ძალიან დიდი ყურადღება და სერიოზული მონიტორინგის ქვეშ არის მერაბიშვილის პერსონა თქვენ იცით ძალიან კარგად ამის თაობაზე ჯერ ერთი ჰიპოთეტურად წარმოუდგენელი ასეთი რამე გააკეთო იმ კაცთან მიმართებაში რომელზედაც ამხელა ყურადღება მიქცეული ეს გამორიცხული აბსოლუტურად მე ვეთანხმები და აბსოლუტურად იგივეს მოვითხოვდი რომ ჩატარდეს შესაბამისად გამოძიება და დადგენილი იქნას ფაქტები ყველა იმ ტექნიკური საშუალებების მონიტორინგის საშუალებების ესე ვთქვათ ნახვით გადამოწმებით და ასე შემდეგ და ჩაერთოს ამაში კი ბატონო ვინც საჭიროა რომ დადგინდეს რომ მაინც ვერ ხვდები რატომ და ჩამოეფარებინათ ტომარა თავზე იგებცებ და ჩემამდე არ დადის რა საჭირო იყო ტომრის ჩამოფარება თუკი საკუთარი მოსაცმელი გადააფარეს თუკი საბოლოო ჯამში ვიცოდა რომ ან რატომ ვერ შეძლებდა იგივე მთავარი პროკურორი ეს საუბარი ისეთ ვითარებაში წარმართულიყო რომ ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო იგივე ბატონი მერაბიშვილისთვის არ ამგონია რომ ჩვენს მისამართით შეიძლება დღეს გამოითქვას შენიშვნები რაღაც ძალადობრივი გზებით ჩვენებების თუმცა გამორიცხვაც არაფერს ამ ეტაპზე არ შეიძლება ხო არც იმის მტკიცება რომ ეს არის მართალი და არც იმის რომ ეს არის გამორიცხვა პოლიტიკური შეფასება ვიცე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩავერევი იმ პროცესს რასაც ქვია საგამოძიებო პროცესი ამის უფლება არც ერთ ჩვენთანაც არ აქვს ნუ გავაკეთებთ რაიმე სახით მაინც ზეწოვას მიმდინარე საგამოძიებო პროცესზე მე ვთვლი რომ ის რასაც ამბობს მერაბიშვილი ჩემთვის როგორც თუნდაც რიგითი ადამიანისთვის რომელიც საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მერაბიშვილის საქმიანობაზე იწვევდეს რაიმე სახით სანდოობა გამოიწვიოს ჩემში მის მიერ წარმოთქმა ინფორმაციამ ეს არის ის ჩემთვის რაზეც მე უკვე გესაუბრეთ და სხვა წარმოდგენა ამ მომენტისთვის მე არ გამაჩნია თუკი გამოძიება რაღაც დამატებით გაარკვევს და ალბათ უნდა გაარკვიოს და მე მომხრევ არ იმისი რომ გავარკვიოთ ეს ყველაფერი ამის შემდეგ შეიძლება რაღაც შეფასებები შემოწმოთ და დარწმუნებული ვარ იმაში რომ ეს იყო ამოსავალი მთელი ამ დღევანდელი სცენარისა რაც წამოიწყო. კი ბატონო, მოდით მე ბატონ ტარიელს დავუსვავ თქვენებართვით იმ შეკითხვას, რაც ეხლა საუბრობდა ბატონ ზიად, იქიდან გამოვა სწორედ. რატომ უნდა გაერისკა თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა დანიშნულ მთავარ პროკურორს ასეთი რამ? აი რატომ უნდა ყოფილიყო ის რომ გადაეყვანათ სათში, რატომ უნდა მომხდარიყო რომ თავად მთავარ პროკურორს ეწარმოებინა მასთან ამ ტიპის მოლაპარაკებები და ვანო მერაბიშვილი პლუს საუბრობდა იქ მუქარაზე. ანუ აქ იყო უზარმაზარი რისკი, ვანო მერაბიშვილი გამოვიდოდა და ამ ყველაფერს ხმამაღლა იტყო და ისე როგორც მოხდა, ხო? როგორ ფიქრობთ, რატომ გარისკეს? მე ვფიქრობ, არაფერი არ გაურისკიათ. და არაფერი რისკი არ წასულა იმ მარტივი ლოგიკით, რომ ლოგიკასაც ბატონი ზიადი ავრცელებს. იმიტომ რომ ბატონ ზიადის ლოგიკით და ამთავრობის ლოგიკით, და ამროლის ლოგიკით, ვანო მერაბიშვილი ამას მე გაამჟღავნებდა, არ გაამჟღავნებდა, იტყოდა, არ იტყოდა. ისინი თვითონვე დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს არის სასაცილო, მიუღებელი, აი ეს არ მოხდებოდა და ასე შემდეგ. ეხლა ბატონო ზიად, თავარი არის ის, რომ ვანო მერაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა. ვანო მერაბიშვილის განცხადების ისტორია, ანასისტორია, სიმართლე, ანასიმართლე არის ადვილად გადასამოწმებელი. მაგრამ ის რომ თქვენ არ მიგაჩნიათ და ზუსტად ეს არის მოტივი, რომ მათ არ მიაჩნიათ პირადად, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება
რადგანაც არ უნდა იყოს, რა სკანდალურიც არ უნდა იყოს, ეს არის საზოგადოება ამას არ მიიღებს, საზოგადოება ამას არ აღიქვავს, ჩვენ ყველაფერი ამას ასე ციცილში და ხარხავში გადავატარებთ, აი ეს ფორმაში შევაფასებთ და ასე დამთავრდება ეს ყველაფერი. ასე წარმოუდგენიათ და მე მინდა უთხრამოთ, რომ ყველა წარმოუდგენიათ ეს ასე, ამას საზოგადოება უყურებს, გამიგეთ და როგორც მათ აყავთ მომხრეები, ისე ყავს ბარონ მერაბიშვილს და მის პარტიას და მის გუნდს ყავს მომხრეები, პროცენტულად განსხვავებული. რა თქმა უნდა, პროცენტულად განსხვავებული. საზოგადოების დიდი ნაწილი. და საპრეზიდენტო ჩვენს აჩვენა რომ ნელ-ნელა აკლდება ქართულ ოცნებას ხო მომხრეები აქედან გამომდინარე თუ ესეთ მსგავს ნაბიჯებს გადადგავენ არასამართლიანს არაკეთილ სინდისიერს და მithumetes ოპონენტის მიმართ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოგვაგდეს მაგრამ თქვენ ამ დროით არ მოგებათ ყოფილი დავინახავთ ამას ბატონოს ზიად ახლა მომავალი განახებს თუ როგორ არ მოემატება ჩვენ როგორ არ მოგვიწევა ევანდელი ჩემი გამოსვლით კიდე რამოდენიმე პროცენტი მოემატება ამ პარტიას ამის აი ზუსტად ეს არის თქვენი გეგმა რა აი გეუნებით თქვენ აი ის რაც რეაქცია შეფუთული რომ მოაწყდეს დამატებით კარგი იქნება. მე მესმის რომ თქვენ გაგიზიარებთ ჩვენი საერთოდ არ მაგიზიარებთ. ხო, ერთადერთი ადამიანი ხართ რომელიც არ მაგიზიარებს. ანუ მე რატო ვიძახი შეიძლება პარტია გაიგონოს. ის გამადლობა ჩვენი ხალხის დიდი მადლობა. ზოგთან საერთოდ არ მოგწონს კი რომ გამარჯობა. ზუსტად რასაც თქვენ ქალბატონო თქვენ კითხვაზე გადავალ. ზუსტად ის მოტივი რასაც მე კიდევ ერთხელ ავხსნიდა კიდევ ერთხელ საერთოდ ილუსტრაცია საკითხებია პროცესის თქვენი სიტყვები როგორ არა მოტივი არის ის რომ ვანო მერაშვილის დაბარება გაყვანა ჩამოწმევა ეს აღიქმებოდა და აღიქმება მათში ეს ჩვეულებრივ მარტივ სასაცილო ფორმა აქედან გამომდინარე ნაკლებად საჭიროება რაში იყო კიდევ ერთხელ დავამთავრებ მე და მე შეიძლება ვიკეთებ არა უშავ დისკუსია გვაქვს ჩვეულებრივ მაინტერესებს თემას ზუსტად ფორმა გაყვანა ყველაფერი ეს ზუსტად იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ნაკლებად სარწმუნო ყოფილიყო საზოგადოებისთვის. ნაკლებად არგუმენტირებული ყოფილიყო, რომ მართლაც სასაცილო იქნებოდა ვანო მერაბიშვილისთვის თავზე მეშოკის ჩამოცმა. ეს იყო ფორმა მიღებული და ამ ფორმით მოახდინეს მასზე და ასე განახორციელეს ეს გასაგებია. მე მინდა კითხვა დაგისვათ ასეთი ბატონო ზვიად ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ ისინი მოითხოვენ უფლებამოსილების შეჩერებას ფარცხალაძის და სოზოვის ერთ-ერთი ნაწილი, კი ბატონო, ერთ-ერთი ნაწილი მთელი ამ აქციის არის ის, რომ ძალიან შეაშინა ვიღაცამ ახალი მთავარი პროკურორის შეშინებულია ახალი მთავარი პროკურორის ძალიან სერიოზული აქტიურობით და მისი ჩართულობით სერიოზული მიდგომა აქვს ამ კაცს სერიოზულად იწვდება სიტუაცია იმ გაუხსნელ საქმეებთან დაკავშირებით და ეს არის რა თქმა უნდა შიშების და სერიოზული შეწწუნების საბაბი. ჩვენს გუნდში არანაირი დაძაბულობა და არანაირი დაბნეულობა არ არის. აბსოლუტურად ვენდობით იმ ადამიანებს, ვინც ამჯერად მოღვაწეობენ ამ პოსტებზე. კი, მაგრამ როგორ უნდა გამოიძიოს თავად პროკურატურამ, რა ეს იყო აი ამ მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი мотиваცია, რომელსაც ხელს ადებს მთავარი პროკურორს ვანო მერაბიშვილი. აქციის რაც ბატონმა ვანომ დღეს ჩაატარა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ რამენაირად მოახერხონ მთავარი პროკურორის დროებით მაინც საქმედან ჩამოშორება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აქცია იყო თუ რა იყო, აი განახეთ ფირებს და მე დავწმუნდებით აქცია იყო. კი ბატონო, მაგას ვეთანხმები. აქედან გამომდინარე, ვაკეთებ შეფასებას აქციის. ვეთანხმები. ამიტომ ჯობია რომ დაელოდოთ და ველოდოთ ფირების გამოჟღავნებას. და დავინახავთ როგორი იყო ეს აქცია იყო თუ რაღაც კონცერტი იყო დადგმული. ესე იგი თქვენ თვლით რომ იმდენად არასერიოზული ხალხია დღეს პროკურატურაში რომ ამის საშუალებას გვაძლევენ რომ საკუთარი კომპრომატები დაგვიტოვეს იმაზე რა ქვია ფირებზე ამას ფიქრობთ მართლა არ ვიცი თქვენ ახლა ესეთ რაღაცას ამბობთ რომ თორმე ფირებს დაგვიტოვებდნენ თუ არ დაგვიტოვებდნენ ანუ აქვე უკვე ეს არა მე ზუსტად ხარ დაფირები გადაწერით გადმოწერით თქვენი განცხადება გააკეთეთ არსული დანაშაულებებზე მოდი ვილაპარაკოთ იმაზე თუ რაიმე დანაშაული დღეს ხდება არსულის დანაშაულებებზე განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის სისტემის დანაშაულებებზე ნუ ვილაპარაკებთ ამაზე იმიტომ რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს და თქვენ საგრიმეროში ისხედით ჩემთან ერთმა მოქალაქემ როდა ამერიკა რა მითხრა საერთოდ ქალბატონ ინგას მისამართად არ გეწყინა ეგეთი მოქალაქეები ჩვენ გვერდით აღშფოთებული იყვნენ აი რაღაც პატარა საზოგადოებაში და რომ რატო აძლევთ ამდენ ეთერს ზურაბ ჭიაბერაშვილს დას ნიშნავს აი იმიტომ რომ ის იჯდა ოპონენტის გარეშე თქვენთან და ლაპარაკობდა გაუთავებლი ლაპარაკობდა საზოგადოების ნაწილის გასაგონად გადმოგცეთ უბრალოდ კი ბატონო თუმცა მე არ მომაკვებინებს
საზოგადოების იმ ნაწილის გასაგონად ვთქვა, რომელსაც არ მოეწონა, რატომ ვაძლევთ ამდენს ზურაბ ჭიაბერაშვილს, ის არის ერთ-ერთი, ვისაც აქვს ბრალი წაყენებული ვანო მერაბიშვილთან ერთად და პლუს ის არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომლის აღიარებაც მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში თავად, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაიდო. ანუ ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნება ეთერში. გაუთავებლივ საუბრობდა და ამას გარდა ის არის ჟორჟორიანის არ აქვს საყენებული ბრალი. კი, მაგრამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელზე თუ კი ვისაუბრებთ, ასევე ის ქალბატონი რომელმაც დაურეკა, მე დაგითხრათ, ის ქალბატონი რომელმაც დაურეკა, ნამდვილად დაურეკა და იქვე გაირკვა თუ ეს ქალბატონი არის. ეს ქალბატონი არის პიროვნება მიკორძევებული, რომელიც აღმოჩნდა. ეხლა ჩვენ ყველანი რაღაცა რაღაც ფინამაზე დაიწყეთ საუბარი, მე იქ ვიყავი, მომსწრეთ და რაღაც მოწმეთ მომიყვანეთ. ამიტომ ჯობია რომ მეც თქვა, ხო? რა იყო? და ეს ქალბატონი, არა, ქალბატონი ეს ქალბატონი იყო მიკორძევებული და აღმოჩნდა ნათესავი აქ რომ ბრძანდებოდა ოპონენტი, რა თქმა უნდა. ანუ ეხლა მე რო გითხრათ ჩემი ახლობლისავე თქვენ გუნდში ვინ არის ძალიან გაგიკვირდება. მაგრამ მე მას ხმა არ მივეცი თავის პოზზე დასაწყისად. კარგით, მოდით ეს ყველაფერი. არა, უნდა ვთქვა რაღაცა რა მაპატიეთ რა. აქ ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით საკითხი ასე იმიტომ დადგა რომ ჯერთი ის ამ სასამართლო პროცესის მონაწილეა. ის არ არის წინასწარ პატიმრობაში და მხოლოდ იმის გულისხმობს რომ სასამართლომ ჩათვალა რომ ის გერავთი არის გამოშვებული, მაგრამ მას აქვს სასამართლო ტრიბუნა და მას აგრეთვე ეძლევა ყველანაირი ეთერი გაუთავებლივ და მე მაგათაც შევამჩნიე რომ ძალიან ხშირად ოპონენტის გარეშე ზის ჭიაბერაშვილი ეთერში. გია ჟორჟოლიანის ნათესავს ან ვინმე სხვა ნებისმიერ მაყურებელს მოეწონება თუ არ მოეწონება. ზურაბ ჭიაბერაშვილი. კარგი, ზურაბ ჭიაბერაშვილის თავი დავანებოთ ისევ გადავიდეთ თემაზე. მაგალითი, იმიტომ რომ მოსპარგებლობთ ეს მართლა იყო ესეთი ზარი და იმიტომ კი ბატონო, ასეთი ზარები პირადად მე ძალიან ბევრი მქონია, როდესაც დავუშვათ მარტო ყოფილა ქართული ოცნების წარმომადგენელი სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან და როდესაც დავუშვათ ნაციონალები, ასევე თქვენი მხარდამჭერები. კარგით, მე ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ნაციონალური მოძრაობა ამბობს რომ დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. იგივე ჭიაბერაშვილმა ვიზეც ეხამდენი ვისაუბრეთ. გამოთქვა აქ ასეთი ვარაუდი რომ ვილნიუსის სამიტამდე იყო შეჩერებული ეს ყველაფერი და საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით და შემდეგ უკვე წამოვიდა ახალი სერია. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ გუშინაც დააკავეს გამგებლის მოადგილე, რომელიც ჟვანია საქმეში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე. დღეს ვანო მერაბიშვილმა გააკეთა ეს განცხადება, ხვალ გიგი უგულავა არის უკვე დაბარებული არა როგორც მოწმე. ანუ დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიების, ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები. მე ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ თავად უთხარით წეგან ბატონ ტარიელს, რომ ვილაპარაკოთ წარსულზე და იმ პოლიტიკური ძალის ქმედებებზე, რომელიც არა, მე პირიქით უთხარი. წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ყველაფერი ვიცით, მაშინ ვილაპარაკოთ, კი ბატონო. მე თანახმოვარ, თუ კი დღეს რამეს ვაშავებთ, დღეს რაიმე პროცედურები ირღვევა, დღეს საგამოძიებო ორგანოები რაიმეს ჩადიან ისეც, თუნდაც იმის მსგავს, რასაც ვანო მერაბიშვილის დროს ჩადიოდნენ, ამაზე ვილაპარაკოთ. რას კონკრეტულად? აი გეუბნებით, აი ყველანაირი საკითხი თუ კი რაიმე პრობლემა გვაქვს, განსაჯოთ და არა, ჩადიოდნენ ვანო მერაბიშვილის დროს რას? შეიძლება ხარ რიტორიკული შეკითხვა ჩამითვალონ რიტორიკაში ეს ყველაფერი. არა, რიტორიკული გამოგდით, იმიტომ რომ არ მინდა ხა გავიმეორო, იმიტომ რომ გიამაც კარგად ლაპარაკა ჟორჟელმა ამ თემაზე, რომელი ერთი მკვლელობა გავიხსენოთ და რომელი ერთი დარბევა გავიხსენოთ 7 ნოემბერი გავიხსენოთ 26 მაისით. რომელი? ამაზეა ლაპარაკი, თორე იმაზე კი არა რომ ახალი დასაცმელი ჩააცვალა და რაღაცები გაკეთა თავის დროზე დასაწყისში პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელშიც სხვადასხვა ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურად უჭერდა თავის დროზე მხარს, ხო? ამაზე 2007 წლის მერეც აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი პოლიციას იმ 7 ნოემბრის შემდეგ, რომელზეც მეც გეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო უახლოეს წარსულის ისტორიაში. ძალიან მძიმე. ამაზე იყო ლაპარაკი, მე ეს ვიგულისხმე ზეგან თორე სხვა არაფერი. თუ კი დღეს რაიმე კეთდება, მე ეს უთხარი ბატონ ტარიელს ზეგან. უკანონოდ ხომ? მზად
ვართ რომ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ისე ნუ წარმოვიდგენთ ახლა, იმიტომ რომ მოკლე მეხსიერება არავის არ აქვს ნამდვილად და მე მაგალითად ხანდახან გრძნობ რომ რაღაცა თუ ისე არ მიდის ყურებში სიწითლებს და ვიღაცა მაგინებს და ნუ ვიზავთ ისე რომ ყოველთვის ყურები გეწოდეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ახლა ჩვენი წარსული მე თქვენ წარსულს გულისხმობ პირადად ნამდვილად არ გულისხმობ ბატონო პოლიტიკური გუნდი დიახ ხელისუფლების წინა ხელისუფლების წარსული რაღაც მარტო ვარდისფერ ფერებში დავინახოთ. სწორედ ეს კატეგორიული წინამდეგი ვიქნები, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამას სწორ შეფასებას არ მივცემ, ჩვენ ერთ შემთხვევაში წინ ვერ წავალთ. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი კონტრარგუმენტი, რომელსაც ჩვენ ვისმენთ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისგან. მაშინ, როდესაც დღეს ნაციონალური მოძრაობა ბატონო ტარიელ საუბრობს იმაზე, თუნდაც რაზეც ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, ეს იყოს მართალი. თუნდაც ეს იყოს მართალი, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ვადასტურებ, ჯერ ვერც ვადასტურებ და ვერც ვუარყოფთ ხო ვერაფერს, მაგრამ იმ პერიოდის, იმ განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას უნდა უკვირდეს კი, რომ მთავარი პროკურორი შეიძლება რამე შეერეოდეს, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით ზურაბადეიშვილის სტრუქტურაში და კონკრეტულად მის კაბინეტში იძულებით მიღებული ადამიანების გადაწყვეტილებები მარტო 10,000 ბიზნესმენი იყო დაპატიმრებული ამ პერიოდში. თუნდაც ის 300,000 ადამიანი, რომელიც პატიმრობაში იყო. ანუ ეს უნდა უკვირდეს ნაციონალურ მოძრაობას. თქვენ როგორ ფიქრობთ? თავზე ჩამოცმა დაუშვა თავისივე ჩასაცმელის წაყვანა და შემდეგ მთავარ პროკურორთან საუბარი. მე მახსოვს თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაახლოებით იგივე ტიპის გარიგება მოხდა ირაკლი ოქრუაშვილთან, ხო? ჩასვეს იგი თვითმფრინავში და გაუშვეს მშვიდად. ანუ ეს ყველაფერი იყო ერთხელ უკვე და დღეს უნდა უკვირდეს ეს ყოფილ ხელისუფლებას. რაც შეეხება წარსულს ახლა მესმის და ყველა ამ წარსულის თანამონაწილეები ვართ და ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში და მახსოვს მე 92 წლიდან მოყოლებული საქართველო და გავლილი გზა მაქვს რომელიც ამ ქვეყანაში გავიარე და კარგად ვიცი ავიც და კარგიც და მინახია ბევრი რამ მაგრამ ყველაფრის მარგანილიზება იმ დონეზე რაც ხდება ზოგადად ამ პარტიის გარშემო და ზოგადად პარტიის მიმართებაში და პარტიული ლიდერების მიმართებაში მე ვთქვი რომ ვერ მომენტში არის უბრალოდ მიყავს ყველაფერი იქითკენ რომ დღევანდელმა სახელმწიფო გუნდმა ამით მეტი დივიდენდი მიიღოს და როგორმე ბოლომდე შეინარჩუნოს ხელისუფლება. ეს არის თავარი და ამას ეჭვიც არ მაქვს ამაში რომ ესე იქნება და ასე გაგრძელდება სანამ ხელისუფლებაში იქნებიან და სანამ ხელისუფლებაში განაგრძობენ ყოფნას. ეს გარდაუვალია და ჩვენც კარგად ვიცით რომ ეს ასეც იქნება. იმიტომ რომ ოპონენტი ვართ საპარლამენტო ოპოზიციას არ მოადგენთ ერთ-ერთ ძირითად ოპოზიციას და ამ ოპოზიციასთან ბრძოლა აუცილებელია, რომელსაც შეუძლია რეალურად ბევრი რამ პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, მე კარგის მხრიდან ვიძახი. ანუ ჩაანაცვლოს მომდევნო არჩევნებზე ეს ხელისუფლება. ანუ თქვენი იმედი გაქვთ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიძლება როდესმე თქვენი მხარდამჭერები გახდნენ. ძალიან ბევრი რამის იმედი მაქვს და ასე რომ ძალიან ოპტიმისტი ყოფილხარ ხო უნდა გითხრათ. მე მინდა ხაზი გავუსვა ლაპარაკობდნენ დღევანდელ პროკურატურაზე, დღევანდელ პროკურორზე, როგორი კარგი პროკურორია, როგორი შემართებული და შიშის არის დასცა თორმე იმას რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას და ამიტომ სასტრაფოდ ნაციონალურ მოძრაობა აღშფოთდა და შეშფოთდა და რაღაცა სასწაული გაგებდა. მე მინდა შევახსენო და არანაკლებ დიდი ჯალათი ყავდათ თუნდაც კბილაშვილის სახით, რომელიც თავის პროკურატურაში 10,000 ადამიანს ატარებდა და რო იტყავდნენ მართლაც ტისკავდნენ იმით რომ ჩვენებები მიიღოთ ჯალათი. მოდი ასე ვთქვა ხა. კიდევ ერთხელ ვიძახი, როგორ თქვენ კბილაშვილზე ერთ-ერთი ბულკი ადამიანმა, თქვენთვის ბულკმა ადამიანმა, ამ ბულკმა ადამიანმა, ბულკივით ადამიანმა დაატერურა ათასობით პარტიის თუ ჩვენი მომხრეები, ათასობით ადამიანი. ეს ფაქტია, ხო? რაში გამოიხატა? ის სასამართლო, რომელიც მიმდინარეობს. ვანო მერაბიშვილი და ჭიაბირიშვილი და მეტი არაფერი არის 4,000 მერაბიშვილი მართლა ელოდებოდა რომ 4,000 ადამიანია დაკითხული. ძალიან მსხვილი პასუხი. რატომ ამას საუბარი ახლა? ანუ მართლა ელოდებოდა რომ სასამართლოს აცდებოდა, მართლა გაკითხები. გავაგრძელებდე. არა, მიპასუხე. გავაგრძელებდე პროკურატურის საუბარს და მაგას გიპასუხე. მართლა ქონდათ ამის მოლოდინი იმის შემდეგ, რაც შეეხება პროკურატურას, თქვენ ბრძანებდით ვაჟოზვანესთან დაკავშირებით საქმეზე.
წინა პროკურორი გამოდიოდა არაერთხელ ზურაბ-ჟვანიასთან დაკავშირებით. არაერთხელ გამოდიოდა რომ საქმე და თუ ახალ ცნობებს გაძლევდა ამ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ ფაქტია რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ არის. მე ჩემი თხოვნა არის და ნამდვილად როგორც პარლამენტის წევრი და არა თქვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, ერთი რიგითი პარლამენტარი დავიღალე მე პირადად და მე მგონი უმრავლესობაში დაიღალა ამ ვაჟა ჟვანიას გარშემო არსებული ზურაბ ჟვანიას თემით რა და დავიღალეთ ნამდვილად თუ ამ ხელისუფლებას შეეძლო არაერთი დაანონსების შემდეგ აეხადა ფარდა იმ ყველაფრისთვის და დამთავრებული იყო ყველაფერი. ბატონოტარიელ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჟურნალისტი ვარ და ალბათ მაქვს ხო რაღაცა კვალს რომ მივყვე ამის უფლება. გიორგი ბარამიძეზე შეტევაო თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეს არ იყო შემთხვევითი ეს იყო მიზანმიმართული იმიტომ რომ შესაძლებელია გიორგი ბარამიძე დაიბარონ ან ვერ დაიბარო როგორც დეპუტატი მაგრამ დააკითხონ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად სხვა საქმეზე და შემდეგ უცებ ჟვანიას საქმეზე როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე გუშინ დაიჭირეს დააკავეს კობა ხარშილაძე კიდევ ერთხელ ვამბობ ჟვანიას დაცვის უფროსი რომელიც არის სკანდალური მოწმე თავისთავად თუ კი რაიმე კითხვები არსებობს პლუს დღეს ამბობს ვანო ეს ადამიანები იყვნენ თუ არა დაკითხულები მანამდე ამ საქმესთან დაკავშირებით იყვნენ ხო? ეხლა ეს არ არის ახალი მთავარი პროკურორი. მოდი ასე ვთქვათ, ეს ადამიანები ამ საქმეებთან დაკავშირებით არაერთხელ იყვნენ დაკითხულები. ეხლა ჩვენ ისეთ რაღაცას ნაშევით საუბრობთ, რომ თითქოს ეხლა ამ ადამიანის დაკავებას მოყვა რაღაც. არ არის ესე ნამდვილად და მე ვერ წარმომიდგენია და მოყვება. მე ვერ წარმომიდგენია ის რასაც ეხლა ვთქვათ უმრავლესობა ამ მოდით მოусმინოთ ბატონო და მოყვება კიდევ რას გულისხმობთ? მე ვფიქრობ, არა მოყვა უკვე რეაქცია და ალბათ კიდევ მოყვება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ ამ ადამიანმა ეთყობა პროკურატურას ჰქონდა სრული საფუძველი იმისა, რომ დააკავეს გარკვეული მიზეზების გამო. რა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ვაჟი კითხვას გიხდი. კი ბატონო, ამ საქმესთან დაკავშირებით არ დაუკავებია. ხო, ეხლა რატომ იქხავთ აი ყველაფერი იქით კი რომ კიდევ ისე საზოგადოებას ისე ზურაბ ჟვანია შევახსენოთ, ისე ზურაბ საბიათ თემით მანიპულირება მოახდინოთ და ისე ვთქვათ, ისე ჟვანიას თემით ირჩინოთ ერთ აცხონოთ ეს ადამიანი ზურას იმით კისრით მოხვედით ხელისუფლებაში. რას გულისხმობ? ზუსტად იმას რომ აი ჟურაჟვანიას თემით გავხსით ამ დანაშაულს ასე მივყავთ ასე გავიდა წელიწადი მოვიდა ახალი პროკურორი ეხლა მე ერთ რამეში ვარ და თქვენც მინდა დასრულდა ეს თემები ძალიან მალე საბოლოოდ გაიხსნება ყველაფერი თქვენ ხელისუფლება ამ ერთხელაც ამბობდა დაამთავროს ამას თქვენ შვებით ამოისუნთქებთ და მთელი საქართველოს შვებით ამოისუნთქებს როდესაც საბოლოოდ გაიყვება ხო და ამოგვასუნთქოს ჟვანიას მინდა თქვა ტრაგიკულ ბედთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად ამბობ მკვლელობას, მე ხშირად ვხმარობ ამ სიტყვას, იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ დღეს საქართველოში ვინმეს მაინც ეჭვებარებოდეს იმაში რომ ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილით მოვიდა იგი. მე მეპარება ამ ვერსიაში ეჭვი და მე მაქვს ამის უფლება როგორც ადამიანმა შევიტანო ამაში ეჭვი და გულწრფელად გეტყვით რომ რამდენიმე დღის წინ იყო მისი დაბადებიდან 50 წლის თავი და იქ ისეთი ადამიანის სახეები დავინახე, რომელთაც მორალური უფლება ნამდვილად არ ჰქონდათ, რომ ყოფილიყვნენ. ვის გულისხმობთ? არ მინდა დავაკონკრეტო თავად იციან, ვისაც გულისხმობდა, ძალიან კარგად იციან ზურას ოჯახის წევრებმაც და ახლობლებმაც. რომ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც მინიმუმ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მორალური უფლება მათ ნამდვილად არ ჰქონდათ. მე ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოების ინტერესია, მათ შორის ისეთი ადამიანების, როგორც ბატონი ტარიელი, რომელსაც აპრიორი არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც მოხდა ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის იგივე ნაცნობ მოძრაობაში, რომელთაც ხელი შეახოცეს ზოგადად აი ამ საშინელი ფაქტით
და რა თქმა უნდა ხელისუფლების ძალიან დიდი ინტერესია იმაში რომ საბოლოოდ დადგინდეს სიმართლე ამ ძალიან ცუდ ამბავთან დაკავშირებით რომელიც შეიძლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირცხვილად ჩაითვალოს საინტერესოა მე ვფიქრობ რომ მართლა საზოგადოებრივ ამოისუნთქებს მათ შორის ყველანი ვინც გულისხმობ როგორც დაცალმოძრაობას ისე მთლიანად საქართველოს კი ბატონო ბატონზეად ისე სანამ ბოლო კითხვას დაგისვავთ მე მინდა ერთი რამ გითხრათ გიორგი ბარამიძე ამ სტუდიაში იჯდა და მან განაცხადა რომ არც ერთი კითხვა გამოძიებას დღემდე არ დაუსვამს მისთვის როგორც იმ ღამეს თვითმხილველისთვის იმის მიუხედავად იგი არის თუ არ არის დეპუტატი თუ კი რაიმე ახალი კვალი დაიდო თუ კი ახალი კვალი გამოჩნდა ამ გამოძიების კუთხით შესაძლებელია იმის დაშვება თეორიულ დონეზეც კი მე არ ვარ იურისტი მაგრამ თეორიულ დონეზეც კი რომ გიორგი ბარამიძესთვის შეკითხვა არავის არ დაესვა პროკურატურიდან უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ გვესმის რომ ახალი დეტალები არის საქმეში ჩვენს გქონდა ამაზე ერთი სამი გადაცემა თუ არ ვცდები მაგრამ მთავარი უცნაურობა ამბის არის იმაში რომ გიორგი ბარამიძე ერთი კვირის წინაც და ორი დღის წინაც კი ამ სტუდიაში ამბობდა რომ მისთვის კითხვა გამოძიებას არ დაუსვამს არ ვიცი ეს გამოძიების პრეროგატივაა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას რომ მე ჩემი კომპეტენცია ძალიან კარგად ვიცი არასდროს არ გავაკეთებ ისეთ განცხადებას რაიონული განწყობაც არ უნდა მქონდეს და შინაგანი დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ მინდა რაიმე შეფასება მივცე მათ რაიმე კავშირს ამა თუ იმ კრიმინალთან განსაკუთრებით უნდა დაეკითხა ხო თუ კი რაღაცა ახალ ვერსიაზე ჩვენ ვსაუბრობთ თქვენ ბარამიძეზე ლაპარაკი და კონკრეტულად ბარამიძეზე ალბათ მე ჩვენ არ ვიცით რამდენად სწორს ამბობს ბატონი ბარამიძე არ ვიცი რამდენად მართალია ეს ყველაფერი მე არ მინდა არავის ეწყინოს მაგრამ მე ვფიქრობ რომ მე მაქვს საფუძველი უფრო ვენდო გამოძიებას ვიდრე რომელიმე ადამიანს რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს ანუ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ქართულ ოცნებაში როგორც ჩანს არის მოლოდინი რომ ახალი მთავარი პროკურორის პირობებში ზურაბ ჟვანიას საქმის ახალი გამოძიება დაიდება ახალი ვერსიად მე მინდა ბოლოს შეკითხვა მე ვფიქრობ რომ გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე ლოგიკურ დასასრულად კი თავზეებით ჩამოხვედით საყვანით ნუ ახლა ზეწოლის მოხდენით ეს იყო რაც მოხდა ფაქტობრივად რაც ბატონმა ვანუგა გააჟღერა და რის გამოც ატეხილია ეს არ მგონია რომ ამის იმაში აი მაგ მეთოდით არ გამოვიდა ეს დღევანდელი სპექტაკლი ჩემი აზრით სრული ფეილური განიცადა სრული კრახი ამ დღევანდელმა სცენარმა მე არ მგონია რომ არ ვიცი აი დამწმუნებული ვარ რომ ამის არავის არ შეჭირდა. კარგით, მე ბოლო კითხვა უნდა დავსვა. როგორ აპირებს ნაციონალური მოძრაობა ბატონო ტარია რომ დაამტკიცოს იმ შემთხვევაში თუ კი არ მოხდება ამ ფირების გასაჯაროება, რომ ის რასაც ამბობდა ვანო მერაბიშვილი, ეს ყველაფერი რეალური. აუცილებლად უნდა გამოძიებული იქნას ყველაფერი. ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მოთხოვნა არის რომ გასაჯაროდეს ეს ფირები. თუ ამ ფირების გასაჯაროება არ მოხდება, თუ გამოძიება არ ჩატარდება, თუ ამ გამოძიებაში არ ჩაერთობა შესაბამისად დამოუკიდებელი საზოგადოება, რომელიცაც ნამდვილად ნდობის ხარისხი მაღალი ექნება. ნამდვილად ჩვენ ვერ გავიგებთ რეალურ სიმართლეს, ხომ ესეა? თუ ამას ხელს არ შეუწყობს და თვითონ არ არის დაინტერესებული ხელისუფლება, თუ თვითონ ღარიბაშვილი არ არის დაინტერესებული, თვითონ სოზარი არ არის დაინტერესებული, თვითონ ახალი პროკურორი არ არის დაინტერესებული, თვითონ იუსტიციის მინისტრი არ არის დაინტერესებული, რეალურად რა მოხდა? რეალურად იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ უნდა მოხდეს გამოძიება. ხო, რაღაც გარკვეულ იმედებს მაძლევს, რომ რეალურად შეიძლება ეს საქმე მართლა იქნას გამოძიებული და მართლა სიმართლე დავინახოთ და ნამდვილად ვიხილოთ ის კადრები, რომელი კადრებიც ჩვენ ვიტყოთ. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ თუ პროკურატურა დაიწყებს ამ საქმის გამოძიებას, რა თქმა უნდა, ამ პროცესში არ უნდა იყოს ამ მომენტში პროკურორის მოვალეობას არ უნდა ასრულებდეს ის ადამიანი, რომელიც უწყებაც ხო, რომელიც უწყებაც აწარმოებს განცხადება იყო დღეს კიდევ ერთხელ წავიკითხავ, რომ ის ამბობს, რომ ეს არის დანაშაულის დაბრალება, რომლისთვისაც მისი დადასტურების შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ იგი ტყუოდა, ანუ მერაბიშვილს უნდა წაეყენოს ბრალი. ხო, მოდი ასე ვთქვათ, კი ბატონო, თინა ხიდაშვილმა განაცხადა, მეც ვეთანხმები მაგ განცხადებას, მაგრამ ვეთანხმები ერთ ნაწილში, თუ კი ადამიანი აცხადებს რაღაცას და თუ კი ეს არ ფიქსირდება, მაშინ რა თქმა უნდა, მაპასუხი უნდა აგოს. მაგრამ წინასწარ გააკეთო ამ ტიპის განცხადება, რომ ეს არის დანაშაული და ასე შემდეგ. ანუ თქვენ გაქვთ გარანტიები, რომ თუ გაიხსნება ეს ვიდეო ფირები, თქვენ მე კიდევ ერთხელ მე მჯერა ვანო მერაბიშვილის განცხადების, რომ ეს ფაქტი იყო.
კი ბატონო. აქედან გამომდინარე მე რომ გადამარწმუნოს ჩემმა ოპონენტმა და ჩემმა ხელისუფლებამ ეს კადრები უნდა ვნახო, ხო? გასაგებია. ეს არის მთავარი. დიდი მადლობა ბატონო ტარიელ და დავასრულოთ ბატონო ზვიად რომ აღმოჩნდეს მართალი. ამ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება რომ აღმოჩნდეს რომ ვანო მერაბიშვილი რასაც ამბობდა ამ პირები დასტურდება. როგორ ფიქრობთ მაშინ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საპარლამენტო უმრავლესობამ და ზოგადად ხელისუფლებამ რომ მერაბიშვილი ღამით საკნიდან გაყავთ მატროსოვის ციხიდან შემდეგ მასთან შედის არა მარტო მთავარი პროკურორი მაგრამ მთავარი პროკურორი და მას ემუქრება და აიძულებს რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სააკაშვილზე მისცეს ჩვენება ანგარიშებზე ეს ვარ ჟვანია საქმეს რადონის პროცედურული დარღვევებით დაფიქსირდება და დამტკიცდება იმის ადეკვატური ღონისძიებები უნდა გატარდეს მე ვიქნები ამის მომხრე ანუ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხით შეიძლება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რა თქმა უნდა რატომ არა მე ვამბობ მე არ ვიცი ეს რომ მართლაც ასე იყოს ყველაფერი როგორც ვანოყვება ხო პროცედურული დარღვევები რაში იყო ამას ამ წუთში ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ შეიძლება უფრო სოზარს კითხოთ ამ წუთში ამაზე პასუხის გასაცემა მზად არ ვარ მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ სანამ ამ სტუდიაში მოვიდოდი ყველაზე სერიოზულ დონეზე იმ ხალხისგან ვისაც ამ საკითხში ჯგუფო ეკითხება მიღებული მაქვს აბსოლუტური გარანტიები რომ იმასაც მე ხალ ლაპარაკობ შეიძლება თები სერიოზულობით და პასუხისმგებლობით განაცხადო. ასე რომ მე ყველა საფუძველი მაქვს იმის რომ ვედო იმ გუნდს რომელსაც მეც არ მოვადგენ, თუ კი რაიმე საწინააღმდეგო დამტკიცდება, მისი ადეკვატური ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხვალ კიდევ ერთხელ ვიტყვი, პროკურატურაში უკვე დაბარებული არის დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, მან უწყება მიიღო დღეს საღამოს, ანუ სწორედ იმ საღამოს, როდესაც დღის პირველ ნახევარში ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება სასამართლო პროცესზე. ასევე ხვალ არის უკვე ნაციონალების და მათ მხარდამჭერების აქცია დაანონსებული პროკურატურასთან. ცუდი ბედობის დღე გამოგვივიდაო ბატონი ზვიადი ამბობს, მე მინდა მშვიდობა გისურვოთ, წარმატება გისურვოთ და დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. ხვალ როგორც ჩანს დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სწორედ გიგი უგულავას დაბარება პროკურატურაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, იგი ადვოკატის გარეშე არის დაბარებული, თუმცა ამჯერად უკვე არა როგორც მოწმე. კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალ საღამოს 8-ზე შევხვდებით, ნახვამდის.